შუაღამე მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს 24-ია, ხო? ყველას გვატიჟებთ. და 11:15 წუთია. როგორ ხართ? დღეს დილით ავდექი. იცით როგორი შემართებით? ეხლა მე თქვი ლაივი უნდა ჩავწერო. მოვივიდა აზრები, ისინი და გავიხედეთ 11:15 წუთი არ გახდა? ამასობაში ხანის გავაკეთე და გამივიდა ესე ხელიდან გამივარდა დრო რა, გამიძვრა. ხო, მაგრამ ხელიდან მაინც ვერ გამიძვრება ეს დრო, მაინც დავიჭერ. გუშინ გავხსენით მეგობრებო, ჩვენ დავიწყეთ აკლდამის გახსნა, სიტყვის გახსნა რა. თუმცა ვერ მოვასწარი ამ აკლდამის სიტყვის გახსნა, იმიტომ რომ ძალიან გადაღლილი ვიყავი. ხო და დღეს დილით რომ გამიღვიძა, გამახსენდა ჩვენ რომ წავედით, რომ ვიყავით ღმერთმა რომ მიგვიყვანა სპონტანურად გელათის აკადემიაში. გელათის აკადემიაში მეგობრებო, სადაც მთელი იატაკი, მთელი ქვები გამოცვლილია. გამოცვლილია და ეს ქვები ღმერთმა იცის სად გაყიდეს, სად წაიღეს. ღმერთმა იცის და მეც ვიცი. გინდა გითხრათ სად? სრული იერუსალიმი, რომელიც არის ეხლა იქ, სადაც ისრაელია, ხო? სრული იერუსალიმი არის დაკოპირებული იმ თავისი ყველაფრით, რაც იყო პირველ საუკუნეში ქრისტეს დროს და სადაც რო შემოვიდნენ ებრაელები, ჰურიები და ქართლოს რომ სთხოვეს მიწა. გახსოვთ ხო? თუ არ გახსოვთ? ეგ წერია ქართლის ცხოვრებაში მეგობრებო. მას ერქვა, რა ერქვა იცით იმას ვინც მიწა მისცა? ეხლა ვიხსენებ და მეფეს რა ერქვა იცით? მოიცა? არ მახსენდება. ნაბუქოდონოსორი ერქვა მას. ნაბუქოდონოსორი ის დროს მეგობრებო, ზუსტად ეს პერიოდია, როცა შემოდიან რა ქართლოსი და ქაოსი არიან. მან ქართლოსის ტერიტორია იყო, ის ტერიტორია. სადაც ებრაელები დასახლდნენ და ისრაელი სადაც ეწოდა. იქ მცხეთაში სანავი ერქვა იმ ადგილს. კაი, გავანებოთ მაგას თავი. რატომ ვახსენე ეს? იმიტომ ვახსენე მეგობრებო, რომ ეს ყველაფერი რაც იქ იყო, ის ამბობენ ხო ისრაელში რო ჩახვალ, აქ იწვა ქრისტე, აქ აწვეს ქრისტე ჯვარს, აქ და აქ და აქ. იცით რა გააკეთეს მეგობრებო? ეს ყველაფერი შეისყიდეს, იყიდეს, ზოგი მოიპარეს, ზოგი არ ვიცი, სხვადასხვა ხრიკებით, ის ქვაც, ის ძელიც, ის ყველაფერი შეაგროვეს და ერთი დიდი ქალაქი ისრაელი ააშენეს. იმ ქალაქზე, სადაც რომელ წელს იყო მარინოს მე-17 საუკუნე იყო თუ როდის იყო? გემით რომ იადგა ებრაელებს რომ ისწეს ტერიტორია. მე-17 კი არა, მე-19 საუკუნე არ იყო. თუ მე-20 საუკუნე იყო. 1400 რაღაცა თუ 1700 რაღაც წელი იყო, ხო? არა, უფრო სწორედ 2060 და რაღაცა წელი იყო, ხო? 2060? ჯერ არა გვაქვს 2060. 1960. შო, წავედი მე დროებში, დავიკარგე. 1960. აუ, ისე რა მაგარი რაღაც გავჩიტე ხა.
2060-ში გადავედი, ასე ხარ? ო, ვა, რა მაგარია, 2060-ში გადავედი, 2060-ში. მოკლედ, სანამ ჩვენ იმაზე ვილაპარაკებთ და ხალხი დაიწყებს იმაზე დებილობას, რა აირეებს ყვები და ისრაელი იქადით და ისე, თუ არ მაინტერესებს უფეხებს რომ კიდე ეს ისრაელი სად არის რა. მე მაინტერესებს სიმართლე. ამ სიმართლეს მიყვები და თან ხედავ რომ ყველაფერი არის აი აქ. სადაც ნოე გაჩერდა მაგის დედავატირი და ნოე სად გაჩერდა ხალხო? ნოე გაჩერდა აი აგერ აქ, სვანეთთან ახლოს, რაჭაში. კაი, გავანებოთ რა მაგასავი რა. სულ მკიდია სად გაჩერდა ნოე მართლად. ეგეც მკიდია. სადაც უნდა იგაჩერებულიყო, კაცო, დედამიწა ერთია. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ნოე მერე სად გამრავლდა, როგორ გამრავლდა, სად წავიდა, როგორ წავიდა, ნოეს მოდგმა ვარ, ხო? და დავაფიქსირეთ, რომ ნოეს მოდგმა ვარ. საქმე იმაშია, რომ ამ ნოეს მოდგმამ ეზენები ბაბილონის დროს რო აურია, ხო? ეხლა ისევ ერთი ენაზე უნდა დაიწყოს ლაპარაკი რა. ჩვენ ხსნიდით კიდობანს. აკლდამას უბრალოდ. მეგობრო. ხვინოს ცოტა მეტყობა ეს აშკარად. ეხლა კარგი ხასიათი დავდგები. დაღლილი ვარ თან. არა, დღეს რა მინდოდა იცით? აი ნახეთ. ხო, ძალიან საინტერესო კითხვა შემოვიდა და ამ კითხვას მინდა ვუპასუხო რა. აი ამ კითხვას მინდა ვუპასუხო. თამარ, მაინტერესებს ძალიან ხშირად იძახი ხოლმე, რომ საინფორმაციო ველი იხსნება და რას ნიშნავს ინფორმაციის გახსნა და რაში გადგება, ან ჩვენ რაში შეიძლება გამოგვადგეს. შეგიძლია ამიხსნა რაში გამოგადგება ინფორმაციის გახსნა, მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ გახსენი რა იყო და რაში გამოგადგა. ეს არ არის რიტორიკული კითხვა, მართლა მაინტერესებს ოღონდ არ მითხრა ჩემს ვიდეოებს უყურე რომ გაიგო გეხვეწები უბრალოდ 1-2 სიტყვით რომ მითხრა რაში გამოგვადგა ინფორმაციის გახსნა. მადლობა წინასწარ. ვინ იყო ეს უკაცრავად ბოდიში ერთი წუთი შევხედოთ ვინ იყო? შალიკო მერაბიშვილმა მკითხა ეს. შალიკო, აი ეხა გეტყვი რა, მოდი გეტყვი, ძალიან საინტერესო კითხვა დასვი და საერთოდ ეს კონკრეტულად ალბათ უნდა დამეკონკრეტებინა მეც, რომ რაში გვადგება ეს ინფორმაციები. აი მართლა ძალიან კარგი კითხვა დასვი რა და იცი როგორი კითხვა დასვი, რომ ესეთი კითხვა არავის არ დაუსვავს რა. აი რაც მნიშვნელოვანია ის კითხვა დასვი. ხო და რატო ეხლა იცით? აი მე კი ვიცი თქვა შინაგანად ქვეცნობიერად რატომ ადგება ეს ინფორმაციების გახსნები და აი როგორი არ ვიცი რომ რაში სჭირდება ეხლა ადამიანს რო იკითხოს რაში სჭირდება ერთმანეთს გამარჯობა უთხრათ ხო? აი ესეთი ვითარება რომ ყველა თითქოს მიჩვეული ვართ იმას რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ეხლა მე მაგას მიჩვეული ვარ როგორ იცი? აი რო ავდგები, იწყება ჩემი ცხოვრება აზროვნებით, ხო? რაღაცა მოდის ინფორმაციული ველი, ეს ველი შემოდის, ამას ვიღებ, მე გადავხარშავ, ხან ისე გადავხარშავ, მე ამის დრო მივეცი ჩემ თავს, ანუ ჯერ იმით რომ ღმერთ შეუერთდი და ღმერთმა მომცა ამის დრო, რომ ვიფიქრო და ფიქრებთან დავრჩე. ამის დრო, ამის ფუფუნება ძალიან აი კაცობრიობის 99.99% არა აქვთ, იცით? სადა აქვს იმის დრო ადამიანს, რომ იფიქროს, აი ეხლა მე რომ ინფორმაცია მომივიდა, ამაზე დრო დავხარჯო და 5 საათი ამაზე ვიმუშაო. სადა აქვს ამის დრო? დილით 10 ადგომია წასასვლელი სამსახურში. ღამით მოდის გასავათებული რა დროს ინფორმაციებზე ფიქრია. აი ეს ღმერთმა რომ მე მომცა და მითხრა თამარ, დაანებე ყველაფერს თავი, გამომყევი მე, ხო? მართლა ავდექი და გავყევი ღმერთს რა და ჩემთვის როგორ გახდა იცი რომ აი როგორც თქვენ ერთმანეთს შეხვდებით და გამარჯვებას ეტყვით მე რომ ავდგები ღმერთს გამარჯვებას ვეუბნები ღმერთს ვეუბნები გამარჯვებას ის კი არა რომ აუ ეხლა წასასვლელი ვარ იქ ის ვარ ის გასაკეთებელი მაქვს ფული რო ვიშოვო იქ უნდა ვიშოვო ის რო არ დამჩეს ბავშვების შიერი არა მაქვს ეს საზრუნავები ღმერთო ჩემო მადლობა უფალს შევიქმენი ვითარება ისეთი
ჩემი ღმერთის გაყოლით შევიქმნი ვითარება ისეთი, რომ მივეცი ჩემ თავს უფლება, რომ მე ეხლა მინდა გადავწყვიტო ქრისტეს გზაზე ვიარო რა. სულ არ მაინტერესებს რაც უნდა მთელი ხალხი ყველაფერი დაქცეულა. არ მაინტერესებს. მე მივყვები ქრისტეს. და აი ამ ქრისტეს გზამ დამაყენა აი ზუსტად მაგ გზაზე, რაც შენ რომელი კითხვაც შენ დამესვი ახლა მე რა. და მადლობას გიხდი მაგ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს კითხვა რო არ დაგესვა შენ, მე ამაზე ხო ვერ დავიწყებდი საუბარს არა. აი ახლა ეს უნდა მოვიხსნა რა, ეს არ მჭირდება ახლა ჯერჯერობით. აი უყურე ახლა რა ხდება შალო. როგორც შენ შეხვდი დილით ადამიანს და გამარჯობა უთხარი, ხო? ეს ხო ავტომატურად მოხდა. შენ არ გიფიქრია ძალიან ბევრი, ახლა რა უნდა უთხრა ამ ადამიანს, დედა ღმერთო ჩემო ეს ადამიანს რო გადავეყრები, როგორ უნდა მოვიქცე, ეს ხო აღარ გაქვთ თქვენ თითოეულ ჩვენთაგანს დასწავლი აქვს და იცის რომ ადამიანი რო შეგხვდება, ნაცნობი გამარჯობა უნდა უთხრა სულ მცირე. ავტომატიური ეს ინფორმაციების გახსნა არის იგივე ჩემთან რა, აი რომ მოდის ინფორმაცია, ხსნი ამ ინფორმაციას, ხო? შენ ხო არ იცი მაგალითად ადამიანს რატო ეუბნები გამარჯვებას, არ იცი. უბრალოდ არ იცი, აკეთებ ავტომატურად, ხო? იგივენაირად ვაკეთებ ავტომატურად, მოდის ინფორმაცია ხსნი. როგორ შემიძლია ისე ხსნი. და რა ცნობიერიც მე ამას ვაძლევს, იმით ხსნი. და რა დროც მე ამისთვის მაქვს, იმით ხსნი, ხო? იგივენაირად ხსნი. რისთვის, სად, როგორ, რანაირად არ ვიცი. აი მე გუშინ სხვადასხვის მქონდა ესეთი ლაივი რა. აი თამარმა მეთქი მე-12 საუკუნეში არ იცოდა რატო შეინარჩუნა ის ხე. საერთოდ ვისთვის იცავდა იმ ხეს მეთქი რა. რა გჭირთ მარინოს? არ იცოდა თამარმა რისთვის იცავდა იმ ხეს. აი ხო შენ ზოგადად დამპყრობელი მოვიდა და ეუბნება ეხლა შენ უნდა გადამიხადო მე რასაც მოგთხოვ. და ქალი ადგა და ეუბნება ოღონდაც ეს ხე არ წამართვა, რასაც გინდა იმას მოგცე. რა შუაში იყო ეხლა ის ხე? საერთოდ რა შუაში ხო? რა იცოდა თამარმა, რომ აი 800 წლის მერე, ხო, 800 რაღაცა წლის მერე დაიბადებოდა ისევ და ამ ხესთან მივიდოდა და ეს ხე მისცემდა პასუხს. იცოდა თამარმა ეს, ხო არ იცოდა რა. მაგრამ მას მიუვიდა ინფორმაცია გამოიტანა გარეთ. ეხლა ვიღაცას რო ეკითხა თამარ რა სისულელას აკეთებ ეხლა შენ სამშობლოს ყიდი ამ ხეში? ანუ შენ სამშობლოს რისკზე აყენებ ამ ხის გამო? და ამ ხეს იცავ, დებილობებს აკეთებ თამარ, ეხლა რას აკეთებ? ხო შეეძლო, მეფე რო არ ყოფილიყო, ხო? ნებისმიერ შეეძლო ესე თქვა თამარ, რა სისულელებს აკეთებ ეხლა? რა სულიწმინდა, რის სულიწმინდა, შენ ხო არ გაგიჟდი ბიჭო, აგერ დამპყრობელი გეუბნება ეს მომეცი და შენ ამ ხეს ოღონდაც არაფერი არ მოვიდეს და რასაც გინდა იმას გაკეთებ, ესეთ პასუხს აძლევ? ხო შეიძლებოდა იმ პერიოდში ადამიანს თამარი მაგრად ჩაეკოლა ამის გამო რა. მაგრამ არა, თამარმა იცოდა, რა იცოდა, იცი სულიწმინდასთან კავშირი ჰქონდა თამარს. მე ეხლა რასაც ვაკეთებ ამ ინფორმაციების გახსნას, შეიძლება ამ 100 წლებში საერთოდ არ გამომადგეს. აი არაფრად არ გამომადგეს რა. მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ რა ინფორმაციას მოდის ის უნდა გავხსნა და როდის შეიძლება 2000 წლის მერე გამომადგეს, გესმის? მე ეხლა არ ვიცი რატომ ადგება ეს ინფორმაცია. მე საერთოდ არ ვიცი შეიძლება. აი რატომ ჭირდება ახლა ამ აკლდამის გახსნა სიტყვიერად, მე რა ვიცი, აბა რა კითხრა, ჩემო კარგო, არ ვიცი. მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, მაგალითად, თუ დავაკვირდები წარსულს, შემიძლია აწმყოში გავიგო მომავლისთვის რას ვაკეთებინებს ღმერთი. სულიწმინდა, ხო? სულიწმინდის გარეშე ფოთოლიც კი არ მოწყდება ხიდან, ხო? შევთანხმდით მაგაზე, რომ ყველაფერში სულიწმინდაა, ჩემი პირიდან ერთი სიტყვა არ გამოვა სულიწმინდის ნებართვის გარეშე, ხო? სულიწმინდას რო არ სურდეს, პირიდან სიტყვას ვერ გამოუშვებ. შევთანხმდით, რომ სულიწმინდა არის ეხლა აქ როცა ვლაპარაკობ, ხო? ამაში თუ შევთანხმდით, ჩვენ უკვე ყველაფერი დალაგებული გვაქვს რა. რატო იცი? ბრმაძე ნიშნავს იმას, რომ სულიწმინდას მიყვება აბსოლუტურად უპირობოდ მიყვება. არ ეუბნება, აი ახლა შენ სანამ იცი რა, შენ რო ეს ინფორმაცია მომაწოდე, ჯერ მითხარი რისთვის მჭირდება და მერე გავხსნი. ეს უკვე პირობაა. და შენ გაძლევს
სულიწმინდა ინფორმაციას. და შენ რაც შეგიძლია, აი ხა მე რა მონაცემებიც მაქვს, რა ცოდნაც მაქვს, რა შესაძლებლობაც მაქვს, უნარები მაქვს, იმ უნარებით, იმ ცოდნით, იმ დროით ვხსნი იმ ინფორმაციას და ვდება აი აქ, ნახე, აქ, ფურცელზე. ასევე აი ამ სივრცეში, რომელიც არასდროს არ დაიკარგება. აი დარწმუნებული იყავით, თქვენი ნებისმიერი სიტყვა არასდროს არ დაიკარგება და მე როდესაც ვიგინები, გააზრებულად ვაკეთებ ამას. არა ისე რომ ვიღაცა ვერ მოვთოკე ჩემი თავი არა, მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პირიდან უნდა გამოვიდეს ეხლა ეს და ვაკეთებ. რატომ ვიგინები? რატომ ვიწყევლები? რატომ მაკეთებინებს ამას ღმერთი? ამას თავად გამცემს პასუხს თვითონ სულიწმინდა. როდის, რანაირად და როგორ ეს არის დამოკიდებული, იცით რაზე მეგობრებო? ეხლავე გეტყვით, გუშინ ნინო ჩაერთო ჩვენ საუბარში და მკითხა, თამარ, აკლიაო? გვ აკლიაო, ხო? გვაკლიაო რაღაც, ხო? რაღაც გვაკლიაო და ამ გვაკლიამ თვითონ სიტყვა გამოიღო მთელი ინფორმაციული ველი. და რა, სად მივედით აკლდამის გახსნასთან და კითხავს რა გუშინ ჩემს ლაივში რა. ბიჭო, მე როგორ ვერ მოვედი ამის აზრზე, აქამდე გავკივივარ, მეთქი აკლდამა უნდა გავხსნა და სიტყვიერად ჯერ ეს არ გამიკეთებია. და მე გაჟღერდა ესეთი რამ, ჯერ არ იყო დრო. დრო იცი როდის ჩდება? როცა ჩდება კითხვა. აი შენ რო გაგიჟდა ეს კითხვა და იცი როგორ გაგიჟდა? რიტორიკულად კი არა და ესე ირონიით და დამცირებით და აი რო მართლა გაგიჩნდა კითხვა. მაშინ წამოვიდა ისევ ინფორმაცია ჩემი შინაგანიდან. გესმით? და შენ რომ არ დაგესვა კითხვა, ჩემი შინაგანი შეიძლება აი სულ სხვა გზით წასულიყო. მაგალითად დღეს მელაპარაკა როგორ ვუვლით ვირებს, ან როგორ შეიძლება იყოს საყვარელი ქათმები, ან რაღაც სულ სხვა გზით, ხო? მაგრამ შენმა კითხვა ნახე, რამხელა ინფორმაციული შინაგანი გამოიტანა გარეთ. და ამიტომ მადლობას გისმევ კითხვის, დრო მოსულა. იმისთვის რომ გავცე პასუხი, რისთვის ჭირდება ეს ყველაფერი, რასაც ხსნი. მე ჩემ თავს ამ კითხვას ვერ დაусმევ, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, რომ სულიწმინდის გარეშე არაფერი არ ხდება. მე ამ კითხვას არასდროს არ დაусმევ ჩემ თავს, რომ რა შემჭირდება ეს ინფორმაციებს რო ხსნი? ეს არის ჩემთვის როგორიც, შენ ხო, აი რა შეჭირდება რომ სუნთქავ, ხო? აი ფილტრებს ხო ამით, ეხლა ნახე, ესე რო ვიფიქროთ, ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას იმხელა ენერგია სჭირდება, რომ შეგვიძლია კითხვა და რა შეგვჭირდება საერთოდ? მაგრამ ამ კითხვას რატო არ ვსვათ, იცით? ავტომატიკურად გადაიზარდა ჩვენთან, აი ჩვენს რაღაცა არსში, რომელმაც შექმნა და რანაირადაც შექმნა, ამ კითხვას ჩვენ თავს აღარ უსვათ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ ცნობიერმა იცის, რომ ჩვენ გვჭირდება ჟანგბადი იმისათვის, რომ აი რაღაცნაირად ენერგია მოვიპოვოთ, გადაადგილების სიცოცხლის წყაროს უნარი შევძლოთ, ხო? რო არ ვისუნთქოთ, ვიცით რომ ეს წაგვერთმევა. ამიტომ ჩვენ კითხვას აღარ უსმენთ ჩვენ თავს, რომ რატო გინდათ სუნთქვა? აი კითხვა არავის აღარ უჩნდება, იმიტომ რომ იცის რატომაც უნდა, ხო? ისე კი არ იცის, რომ პასუხი გასცა თავის თავს. უკვე ქვეცნობიერად იცის, ჩაწერილია ამ პროგრამაში, რომ სუნთქვა გჭირდება იმისთვის, რომ შენ უნდა იმუშაო, უნარიანი იყო, რაღაცა გააკეთო, ენერგია გქონდეს, ხო? იგივენაირად ჩემში არის ჩაწერილი პროგრამა, რომ როცა გაძლევ ინფორმაციას, შენ ის უნდა გახსნა, როგორც სუნთქვა, აი მაგალითად ჩაისუნთქავ, გამოისუნთქავ. მე ამაზე ხო არ ვფიქრობ ყოველ წუთს, რომ აი ახლა უნდა ჩაისუნთქო, ახლა გამოისუნთქო, ახლა ჩაისუნთქო, ახლა გამოისუნთქო. წარმოიდგინე, სულ სუნთქვა, აი ეს ავტომატურად რო არ იყოს გადასული ჩვენს ჩვევაში, ხო? სუნთქვა შეგვიწყდებოდა ხალხო. ან მარტო იმაზე უნდა გვეფიქრა და ის უნდა გვეკეთებინა, რომ ჩაისუნთქე, გამოისუნთქე, ჩაისუნთქე, გამოისუნთქე. მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. ღმერთმა დაგვიფაროს. ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, იმიტომ იქ ვარ ჩაჭედილი. ვსო, იქ გაგვეჭედა, რომ ჩვენ მეტი აღარ შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ, სუნთქვა არ დაგვავიწყდეს, ხო? არ დაგვავიწყდეს. აი, კარგი რაღაც არ დაგვავიწყდეს. როდესაც ღმერთი გაძლევს უნარებს,
იგივე ტალანტებია. ტალანტს რომ მოგცემს, მიწაში კი არ უნდა ჩაფლა ის კაცო. ის უნდა გაათმაგო, გაასმაგო და რაღაცა ესე. ტალანტი მარტო ოქრო და ვერცხლი კი არ არის ხალხო. ტალანტი არის ყველა უნარი, რაც ღმერთმა მოგცა. თუ ამ უნარებს მიწაში ჩაალპობ და აი რაღაცა ოთახში გამოკეტავ, ხო? შენ ჩათვალე რომ ვერაფერს ვერ აკეთებ, ანუ უნარო ხარ. რა შემჭირდება ახლა და რა მოუწია ჩემთვის ამ ინფორმაციის გახსნას? 4 წლის წინ რო გავხსენი ესენი, მე ვიცოდი რომ რაღაც ძალიან სასწაული რაღაც გავხსენი რა, მაგრამ აზრზე არ ვიყავი რას ვხსნიდი. 4 წლის მერე იცით რა მხელა ინფორმაცია მომეწოდა კიდე ამაზე. აი დღეს მაგალითად გუშინ წინ ეს ერთი კვირა ამ ინფორმაციაზე კიდე იმდენი ინფორმაცია მომეწოდა რომ ვა მე თქვი რამდენი რამე გამიხსნია და არ ვიცოდი. ნახეთ 5 წლის მერე კიდე რამდენი ინფორმაციას გამიხსნის ეს, იმიტომ რომ უკვე აი 4 წლის წინ იყო გახსნა. 4 წლის მერე 10 იმდენი დაემატა. აი 4 წლის მერე კიდე 100 იმდენი დაემატება და წარმოგიდგენია ჩვენ შინაგანი რამ ხელაზე იზრდება. მე აქ სივრცეები გავხსენი? მე აქ ინფორმაციული ველები მომაწოდა თამარმა იქიდან მე-12 საუკუნიდან, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აი სული წვინდა დამანახა. ხო არის ნათქვამი რომ ვერ არა საკვირველ არიან საქმენი შენი უფალო. საკვირველ არ არის ჩემთვის უკვე. ჩვენ მე ვიცი უკვე როგორ მოქმედებს სული წვინდა. ეს საკვირველ არიან აღარ არის ჩემ. კუ და ვირის ველი გავიარე რა. საკუ და ვირველი გავიარე, აღარ არის არაფერი ჩემთვის საკვირველი. უკვე ვიცი. ეს არის კოდური სიტყვა, იცით? ვიცი. იცი და ვიცი არის კოდური სიტყვა. ყველა მასონმა იცის. ამ კოდის შესახებ. დააკვირდით მანქანის ნომრებს, იცი. და ის არ არის შემთხვევით აღებული ნომერი. ყველა იცის, აქვს სპეციალური ნომრები. მაგალითად 399, 444 იცი, 777 იცი. აი ესეთი, აი იცი არის კოდი. მანქანებს დააკვირდით, ყველა მანქანაზე მასონს დაინახა. მასონები, რომლებსაც ჩახედული აქვთ აი ამ სისტემაში, ხო? სად არის? ამ სისტემაში ვისაც ჩახედული აქვს და აზის ზედ კრუხივით, არავის არ უნაწილებს, მარტო თავის წიწირებს, ხო? ყველას მესიჯი აქვს თავის მანქანის ნომერზე, ხალხო დააკვირდით მანქანის ნომრებს რა. ყველა კოდური სიტყვა მანქანის ნომრებზე შემხვდა უკვე. და ისე კი არა შემთხვევით აღებული, აი სპეციალურად აღებული ნომრები რო არის. ვიცი, რა ვიცი? კუ და ვირის ველი ვიცი უკვე რა არის. საკვირველი ჩემთვის აღარაფერია. ყველაფერი ვიცი უკვე. არა, ყველაფერი შეიძლება არა, მაგრამ კუ და ვირის ველი გავლილი მაქვს. და რაში გამომადგა ეს ყველაფერი? კარგი კითხვაა. რაში მადგება ეს ყველაფერი? რაში? თამარის საძმო ცხენებით მოვაო, ხო ამბობენ ეს. თამარის საძმო ცხენებით მოვა, შეიძლება ვიღაცა მეხატა, ამას ცხენები მოსტომებია და ცხენებს ამხედრებული. არა, მეგობრებო, არა. თქვენ უყურებთ ხოლმე მატერიალურს, ჩემი პირიდან გამოსული სიტყვიდან, მატერიალურ ველში სურათებს ხედავთ, ხო? და შეიძლება კიდევაც გაგეცინათ ჩემზე და ეს რაღაცა და ის და ის. მე ვუყურებ რას იცით? თამარის საძმო ცხენებით მოვა. რატომ თქვი ეს და საერთოდ რა შუაში იყო აქ ცხენები რა? სულიწმინდამ რატომ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია? რაში? საქმე რაში მდებარეობს? რაში რა არის ხალხო? ცხენი ხო? რაში? თან როგორი ცხენია? ესეთი ბანძი ცხენი არ არის. რაში მდგომარეობს საქმე? აი ამ კითხვას და ამ სიტყვაში ვინ შეიხედავს, ხო? თამარის საძმო ყველა ერთად დადგება. ვინ არის თამარის საძმო? ვინ სულიწმინდას გაიგებს, ვინ არის? ვინ საკუ და ვირველს გაივლის? კუ და ვირველი მისთვის საკვირველი აღარ იქნება. ეს არ გაუკვირდება და ის არ გაუკუვირდება. არა, მას უკვე ეცოდინება, ანუ იცის.
რაში მდებარეობს ცოდნა? რაშში მდებარეობს ცოდნა? რაში მდებარეობს ცოდნა? თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ თეთრი რაში არა იდგავს უნაგი. აი ეს სიმღერა ხო არის? ეს სიმღერა ტყუილა ჰაერზე არ დაწერილა ხა. ყველა სიტყვა არის სულიწმინდის. ყველა ტექსტი, ყველა წინადადება, ყველა სიმღერა, ყველა ლექსი, ყველა ნაწარმო სულიწმინდის არის. ამას ვერ მიისაკუთრებს ვერავინ. ვინც თავის სახელი ზედ დააწერა, ის მესაკუთრია. მესაკუთრია. და ვინც უპირობოა და თავი გაითავისუფლა, ის რასაც გასცემ შენია. ვინც მესაკუთრია, მისი არის მხოლოდ ის, რაც აქვს. ხოლო მესაკუთრეობა ვინც მოინდომა, ხო? მეს მისცა ეს ყველაფერი და არა სულიწმინდას. მისი არ არის მესია. მესია თვითონ გადაზრდილი მისიაში არის რა? რა არის? მესია მისიაში. მესიას მისია რა არის? რასაცა გასცემ შენია. რა არის შენი? აი რო დაუკვირდეთ ახლა ხო? იმ დღეს მქონდა გუშინ მქონდა მაკედონიაზე საუბარი რა, რომ აი ყველაფერი ტიპს ყველაფერი მქონდა რა, მხელა იცოდა. მაგრამ ბოლოს მაინც ვერავინ ვერ უშველა, ხო? და ეს ხელები გადმომაყრევინეთო ესე რომ გამასვენებთ, რომ ყველამ დაინახოს ცარიელი ხელებით მიდივარ და საქმე იმაში რომ ცარიელი თამარი სიტყვებია. შიშველი მოվել და შიშველი გავალ აქედანო. არაფერს არ წავიღებო. გარდა ერთისა, რომ შეიძლება მე ჩემი ქმედებებით დავუტოვო ჩემ თავს ისევ ინფორმაციები. აბა რომელმა თამარმა დაუტოვა რომელ თამარს ინფორმაციები? ეხლა თქვენ შეიძლება თქვათ რომ უი თამარი გონია საწყალს თავი. თქვენ იტყვით რომ თამარი გონია თავი, მაგრამ ნახეთ სულიწმინდა უნდა გააკეთა. თამარი ხო იყო? მეც თამარი დამბადა. მაშინ ხო თამარი იყო? ეხლაც თამარი დამბადა. დამბადა, მე ხო არ დავიბადე? დამბადა. ვინ დამბადა? სულიწმინდამ დამბადა. როგორ დამბადა? იგივენაირად როგორც ვიყავი მე-12 საუკუნეში დაბადა თამარი, ხო? იმასაც თამარი დაარქვა, ამასაც თამარი დაარქვა. ისიც ბაგრატიონი იყო, მეც ბაგრატიონი ვარ. იმასაც სამი ხალი ქონდა სახეზე ჩემსავით. მეც სამი ხალი მაქვს ჩემსავით, მისავით. ისიც სულიწმინდას მიყვებოდა, მეც სულიწმინდას მიყვები. რა განსხვავებაა? გინდა იქ ყოფილვარ და გინდა აქ. ჩემთვის განსხვავება არაა. ერთადერთი განსხვავება ადამიანს შეიძლება ქონდეს იმაში, რომ მაშინ მეფე მერქვა და ეხლა გლეხი. მე აი მაგას საერთოდ აზრი არ აქვს, რა გერქმევა. იცით როგორ აზრი არ აქვს, რა გერქმევა, გლეხი გერქმევა, მეფე გერქმევა თუ პრეზიდენტი. საერთოდ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შენ რას აკეთებ, ის არის მნიშვნელოვანი. და რას ვაკეთებ მე? და პასუხი ეცემა, რას ვაკეთებ მე? კითხვას კი არ ვსვამ. კითხვა დავსვი, რას ვაკეთებ მე? და პასუხს ვცემ, რას ვაკეთებ მე? რას? და რა არისო? მზე არისო, ხო? და რა მზე არის? რა მზე არის? და ვუპასუხებ. თამარ წელს ხო ცხენის წელია, დიახ, წელისცხენია და აისახა თამარის საძმო ცხენებით მოვა, ცხენებით მოვა. და არა იმ ცხენებით გარეთ რომ მოაჭენებენ, არა, ისინი ცანხარის ენით მოვლენ, ცხენში დევს ცანხარი. და რა არის ცანხარი ხალხო? რა არის ცანხარი, ხო? აბა მე გისმევ კითხვას, რა არის ცანხარი? გამეცი აბა პასუხი, ქართული სიტყვიერებიდან გამომდინარე. ცანხარი რა არის? ორივეს იცნობ, ხო? ცანს იცნობ, ხარსაც იცნობ. რა არის ცანხარი? ეხლა შენ შეიძლება წარმოიდგინო, აი ცადა ხარი. კიდევ რა არის? მოდი კიდევ მაშინ კარგი ეგეც იყოს. კიდევ რა არის? რა იცანი? და ვინ ხარ? აი თურმე ცანხარით მოვა. რა არის ეს ცანხარი? შენი თავის შეცნობა, ხო? ხარ, ცანი რო ხარ. ცანი რომ ხარ. და ამ სიტყვებიდან გამომდინარე
ვინ არის ეს სიტყვაო რა თქვა თამარმა ვინც ჩემი აკლდამა გააღოსო ის იყოს სიტყვაო და რანაირად თქვა თამარმა რომ სიტყვა იყოსო კი მაგრამ რატო უნდა იყოს სიტყვა ვინც მისი აკლდამა გააღოს იმიტომ რომ ეხლავე გეტყვი აი ამ ანბანის მეშვეობით ვინც სული წმინდით იარა ანუ მართალი გზით იარა სწორი გზით იარა და კვალ და კვალ მიყვა არ არსებობს რომ აცდე თამარის აკლდამას რა ბოლოს მაინც თამარის აკლდამასთან მიხვალით რატო თამარმა იგივე გზა იარა და ბოლოს შევიდა იქ და თქვა აქ დამმარხეთ ვიდრე მოვალ ვიდრე თვალს ავიხელო გაიგეთ აქ დამარხეთო და ისევ აქ მოვალო ძალიან რთულია ჩემი ერთი ლაივიდან გამოიტანო აზრი ძალიან რთულია იმიტომ რომ იცით რა მხელა რაღაცა ასული წმინდა ერთ საათში ვერ ჩაატევ ამას მთელი ჩემი 1500 თუ 1600 ვიდეო 4 წლის მანძილზე ყოველდღიური ჩაწერილი ვიდეო ემსახურება იმას რომ სისტემა რა არის აგიხსნათ რა არის სისტემა ამას ვერ აგიხსნით ხალხო ერთ საათში ვერ უბრალოდ ვერბალურად ვერ გამოითქმება ის რაც აუცილებელია რომ გაიგო ამიტომ ნელა დავიწყე მე კი იმიტომ კი არ მინდა რომ თქვენ უყუროთ ჩემს ვიდეოებს რომ რაღაც აი პოპულარული გავხდე იცით როგორ მინდა რომ ის გაიგოთ რაც მე გავიგე ამიტომ ვხსნი მე ვერ აგიხსნით სხვანაირად იმიტომ არის საკვირველ არიან საქმენი შენიც უფალო არ არიან საკვირველ შენ თუ გაიგებ ამ ყველაფერს და ახსნი ანუ ახსნი მაშინ აღარ იქნება საკუვირველი აღარ იმიტომ რომ ახსნას ჭირდება თავისი მონაცემი ანუ ნახე რო ვიწყებ ლაპარაკს მარტო სიტყვის გამოთქმას ჭირდება თავისი დრო ხო რაღაცა სიგრძეზე გადის ეს ერთ სიტყვაში ხო ვერ გეტყვი მე რაღაცას იმას რაც უნდა აგიხსნა ამას თავისი დრო სჭირდება თავის დროს კიდე შინაგანი დიდ ინფორმაციებს ვერ იტევს თუ არა ვარ ჯიში ეხლა ვიღაცა რო ერთი წლის წინ ჩემს ვიდეოებს საერთოდ ვერ უყურებდა და გული უსყდებოდა და გული ერეოდა და ეს გულის რევები ეწყებოდა დღეს მადლობას მიხდის იმიტომ რომ საერთოდ ვერ მიტანდა რომ შინაგანი მისი არ იყო გავარჯიშებული ეს ინფორმაციული ველი მიიღო ამას იცით როგორ ებრძვის ბოროტი ამას როგორ შეიძლება რომ ეს 8 წლის გარეშე მიიღო იმდენად გებრძვის ბოროტი რომ არ არსებობს შენ მოგასმენინოს ამ ინფორმაციებს ამდენი 1000 წელი იწვალა ბოროტმა და იმიტომ რომ შენი ინფორმაციები არ მიიღო და ეხლა ვიღაცა თამარი მოვიდა და აგერ დგას და ხსნის ეხლა შენ გონია ამას ადვილად გაატარებს ესე და ჩვენ შორის არ ჩადგება რამდენის გინდა იმდენი ბოროტ ლეგიონს გამოაგზავნის და ჩადგება გაფიქრებინებს რომ რას გავს ეს გოგო გაფიქრებინებს რომ გიჟია ეს გოგო გაფიქრებინებს რომ რა აი ყველაფერს გაფიქრებინებს ოღონდ ჩემი სიტყვა არ მოვიდეს შენთან იმიტომ რომ რაც როგორც კი ჩემი სიტყვა შენთან მოვა მაშინ დაიწყება შენში ხსნა ახსნა გესმით რა ხსნაო ანი ხსნა არ არის ანი რაღა არის ანარი რაღა არის გავხსნა ანარაე და ეხსნება კიდე ანარაენის ხსნა იწყება და შენ გგონია რომ ეს ადვილად მოხდება მე არა საერთოდ არ მიკვირს რომ მე მლანძღავენ კიდევაც მაგინებენ კიდევაც სპეციალურად დაქირავებული ბოტები ყავთ რომ ჩემს წინააღმდეგ ილაპარაკო არა მიკვირს ეს თორე მე არ ვილაპარაკებდი ამდენს მე იმიტომ მომზადებული ვიყავი ამისთვის მომამზადა ღმერთმა მე ამისთვის რომ ყველაფერს გაივლი საშინელებებს გაივლი შეიძლება ჩაქოლონ კიდევ შეიძლება მოკლან და ჯვარს გაცვან მაგრამ მზად ხარ შენ ამისთვის რომ მაინც ილაპარაკო დიახ მე მზად ვარ ამისთვის იცით რატო იმიტომ რომ როდესაც მე დავინახე მე ყველაფერს მივხვდი მაშინ მე რაშიც იყო საქმე კაცობრიობა არის სრულ ქაოსში ჩათრეული და არც ერთს არ აქვს იმის დრო რომ დაჯდეს და ამაზე იფიქროს რას ვაკეთებთ ხალხო რას ვაკეთებთ
სად მოვდივართ და სად მივრბივართ? როგორ გაგვირბის ჩვენ ეს დრო ხელიდან, ხო? იქ ვიღაცა ძალაუფლების მოყვარული თავის თავს ყიდის, იქ ვიღაცა ფულის მოყვარული თავის თავს ყიდის, იქ ვიღაცა ფუფუნების მოყვარული თავის სულს ყიდის, იქ ვიღაცა დიდების მოყვარული თავის ფულს ყიდის და რისთვის? რომ მოხვედი შიშველი და შიშველი გახვიდე ისევ? რას წაიღებ აქედან? თუ არა იმას, რომ მოусმინო სული წმინდას და შენ თავს დაუტოვო ისევ მესიჯი, როგორც თამარმა დამიტოვა მე მესიჯი. რამე თუ თამარმა მაშინ იცოდა, რომ ინკარნაცია ხდება და ერთი და იგივე წრეზე დავდივართ, ისევ მოვალთ და სადღაცა ხო უნდა დავუტოვოთ ჩვენ თავს ინფორმაცია, რომ იგივე წრეზე არ ვიარო და არ ვტკეპნოთ იგივე და არ ვიტანჯოთ ამ ერთი და იგივე წრეზე, ხო? ამიტომ თამარმა დაუტოვა თავის თავს ინფორმაცია. როგორ? აი ესე. ნახეთ? აი ესე დაუტოვა თამარმა თავის თავს ინფორმაცია. გიადვალმა ამოხსნა, თამარმა გაიაზრა, შემდეგ თამარმა ისევ გაიგო, რას ნიშნავს რეინკარნაცია. ოღონდ ვინ შეუშალა ხელი? შავმა ყვავილმა შეუშალეს ხელი, რომ ეს ბევრმა არ გაიგოს, რადგან თუ კი ეს გაიგეს ხალხმა დარხეული აქვს მაგათ დიდება კერპთა ყვანისმცემლობას. დარხეული აქვს, იცით რატო? ყველა გაიგებს, რაშია საქმე. და რაშია საქმე? დიახ, რაშია საქმე, რაში. რანი შინია საქმე. რანაერი შინია საქმე. რაში ხსნის თავის თავში აი ამ წინადადებას რანაერი შინია საქმე. გესმით? რანაერი შინი. რანაერი შინარი. რანაერი შინი მოგზაურეთო, ქრისტე, რას გეუბნება ხალხს შიგნითო, როგორ ვიმოგზაუროთ შიგნით, რანაირად შევიდეთ შიგნით, ჩვენ თავში როგორ უნდა შევიდეთ, თუ არა აი აქ რაღაცა თვალით, რომელიც შიგნით შაგიყვანს და გამოგზაურებს, ხო? რაში გვჭირდება ჩვენ აკლდამების გახსნა? აგერ აკლდამა ყოფილა აქ მნიშვნელოვანი. მოდი გავხსნათ. დამა, მანდო, ლიკანი, ლიკანთან მით ხო? ლიკანის დაგვალევინა, მოდი ღვინო დავიოთ თეთრი ღვინო. ჩემი მეუღლის დაჭორილი ღვინო, ჩვენი ყურძნიდან. ტალავერდის ყურძნიდან. ხო და იცი რა არის? მე უპირობოდ მივყვები სული წმინდას. თუმცა ძალიან ბევრმა, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი ამისთვის, მომაწერა ისიც, რომ თვითმარქვია სული წმინდა არ არსებობს, სული წმინდის ეშმაკის ძალით საუბრობს და როგორც ქრისტე აპასუხობს რა. თუ კი სახელმწიფო თავის სახელმწიფოს აღუდგება წინ, ის სახელმწიფო დიდი ხანი არ იცხოვრებს. როგორ შეიძლება მე ქრისტეს სიტყვებით ვილაპარაკო, ქრისტეს ვქადაგებ და ეშმაკის სახელით შეიძლება ეგრე? კიდევ ერთხელ გიმეორებ რა, მაშინ თუ ეგრეა, მაშინ ეს ეშმაკიც ქრისტიანი ყოფილა რა. პირდაპირ გეტყვით რა, თუ თქვენ ამბობთ, რომ მე ეშმაკის ძალით ვქადაგებ, თუ მე ეშმაკის ძალით მეძლევა ეს ყველა უნარი, მაშინ ეს ეშმაკი ქრისტიანი ყოფილა გეუბნებით, იმიტომ რომ იმან ქრისტემ ასწავლა მე, ქრისტერში რო ჩამახედა და ქრისტეს გზაზე დამაყენა, მითხარით თქვენ რომელი ერთი დღე მითხარით, რომ თქვენ ქრისტიანულად გეცხოვროთ რა. პრაქტიკულად, პრაქტიკაში ქრისტესავით გეცხოვროთ. ერთი დღე მითხარით. თქვენ ცხოვრებაში თუ ყოფილა ეგრე. ის არ ითვლება, კაცო, ეკლესიაში წასვლა და მეტანიების რაღაც თავის გლეჯვა იმაზე ჯვარზე, ეგ არ არის ქრისტიანი, ეგ არის მოტყუებითი ფარისევლური. თქვენ მითხარით ქრისტიანულად ვის უცხოვრია ერთი დღე მაინც რა. აი ისე როგორც ქრისტე ცხოვრობდა. აი მაგალითად როგორ გინდათ გითხრათ? სახლი არ ქონდა, კარი არ ქონდა, კარ დადიოდა, ტყე დადიოდა და ქადაგებდა. ერთი დღე მაინც თუ გიცხოვრეთ, მითხარით? უსახლკაროდ თუ გიცხოვრიათ, მითხარით? ყველაფერი თუ გაგიციათ, მითხარით? აბსოლუტურად თუ цаრიელი ხელებით დარჩენილ ხართ, მითხარით? მაშინ გეტყვით, რომ აი, შენ ყოფილხარ ქრისტიანი თქო რა. შენ ქრისტიანს როგორ უწოდებ შენ თავს, როცა ერთი პატარა მტკაველიც კი არ გიცხოვრია ქრისტეს მსგავსად.
რა ქრისტე რომელ მამაებთან დადიოდა და რომელ ზიარებებს იღებდა, კარგით ერთი რა. ეგ არ არის ქრისტიანული ცხოვრება, რასაც თქვენ გეუბნებიათ ახლა ეს ხუდლები, რომ სანამ აღსარებას არ ჩამა, რომელისგან ჩაიბარა აღსარება ქრისტე, მითხარ, რომელი თავის მოწაფისგან. მივიდა და ზუსტად იცოდა ის რა ვინც იყო. არც ერთ თავის მოწაფეს მისთვის აღსარება არ ჩაუბარებია. და არც მოუთხოვია ქრისტე აღსარებას ჩამაბარეო. არ მოუთხოვია ქრისტეს ეს. უთხრა, უბრალოდ უთხრა, ამის მეტი აღარ გააკეთო და მორჩა. არ უნდა იგე 10 წლიანი სინანულში ყოფნა და ეს როგორ გავაკეთე და ის რა ვქენი, აღარ გააკეთო და მორჩა. всё, გეპატიება. აღარ გააკეთო. თუ კიდე აკეთე, რანაირად ხარ ქრისტიანი არ ხარ. მაგრამ თუ აღარ გააკეთებ, მაშინ ქრისტიანი ხარ. რისთვის დამჭირდა ეს ყველაფერი? მალე გავიგებთ, ყველანი მალე გავიგებთ რისთვის დამჭირდა. დარწმუნებული ხავით, თამარი მეორედ უბრალოდ არ მოვიდოდა რა. აი მე მაგაში დარწმუნებული ვარ რა. მე ჩემ თავს უსვამ ხოლმე კითხვას რა. თუ მაშინ უკვე ყველაფერი იცოდა თამარმა, ყველაფერი იცოდა, მაშინ რაღაცა მოვიდა. აი მაგალითად მე ვარ თამარი, თქვათ. სადღაცა ხო უნდა ყოფილიყო აზრი, რომ მე აქ ჩამოსულიყავი ისევ რა. აი გეუბნებით რა, აი პირდაპირ გეუბნებით რა. ეს თქვენი ყველა თამაში ცანი არ დაგიმალოთ, მაგრად მომწყინდა. სულ სხვა თამაში გამოვიგონე, თამარ დედოფლის როლში მომინდაო, ამბობს სულიწმინდა რა და 100%-ით ვეთანხმები რა. რაღაცა აზრი ხო უნდა ქონოდა ჩემს აქ ჩამოსვლას. რა, აი, მითხარით რა, სიმდიდრე მე არ მაინტერესებს ხალხო. ძალაუფლების მოყარეობა მე არ მაინტერესებს. წიგნობრობა მე არ მაინტერესებს. შემიძლია და იმიტომ აღარ მაინტერესებს, გავიარე. მეფობაც გავიარე, სიმდიდრეს გავიარე, სიღარიბეც გავიარე, ყველანაირი სატანჯველი გავიარე. მითხარით, რაღაცა მინდოდა მას აქ ჩამოსვლა კიდე? რაღაცა მინდოდა დედის მუცლიდან ხორცის აღება კიდე? რატომ ვიტანჯე? რატომ გავეცი ეს ენერგია კიდე? რაღაც აზრი ხო უნდა გქონდეს ამას არა? აი პასუხი ხო უნდა გამეცეს. დიახ, პასუხი მეცევა იმ შემთხვევაში, რომ თუ კი მე ან ლოგიკურად დავჯდები და ვიფიქრებ, თუ კი თამარი უკვე გასული იყო, ყველანაირი საკითხი გავლილი ქონდა, თავისი ნებით გავიდა ამ ქვეყნიდან. თუ კი მას რამე ქონდა მოსაგვარებელი, ხო? იმ დროს გააკეთებდა რაღაცა კიდე დედის მუცელში უნდა ეტანჯა და აღდგარიყო დედის მუცლიდან ხორცი, რატო უნდა აიღო კიდე? რატო? რაღაცა აზრი მაინტერესებდა, რომ თამარს კიდევ რატო უნდა მოსდომებოდა აქ მოსვლა ისევ. ლოგიკური აზროვნებით მე მივედი მხოლოდ ერთ დასკვნამდე რა. რომ მას ის კი არ აინტერესებდა, რომ კიდე მეფე გამხდარიყო. არც ის აინტერესებდა, რომ დიდება ჯერ იმ დროს აღარ აინტერესებდა, არც ფული და არაფერი, რაც ქონდა გასცემდა სულ. რასაც გასცემ შენიაო, შოთა რუსთაველმა კი არ დაწერა ხალხო, თამარმა დაწერა ეგ. რასაც გასცემ შენიაო. პირდაპირ პოემას მაგითი იწყებს, გამეფდება თინათინი და გასცემს რაც კი აქვს. რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია თამარის ქმედებაა ეგ. და ამას აფიქსირებს პოეტი. თამარს არ გაეკეთებინა ეგ პოეტი ვერ დააფიქსირებდა ამას, მაგრამ გავანებოთ მაგასავი, ფული თამარს არ აინტერესებდა. დიდება მოყარეობა თამარს არ აინტერესებდა, ქალმა გვირგვინი მოიხსნა და არ მინდაო თქვენი მეფობა გამანებით თავიო შვილო, არ მინდაო რა. 24 წლის ასაკში მამამისი რომ დაეღუპა, აღარ მინდა მეფობაო თქვა ქალმა და როგორ შეიძლება მე იმაზე ვიფიქრო, რომ იმას კიდე უნდა მოსვლა და კიდე გვირგვინს დადგმა თავზე ხალხო. მივიდნენ დაადეს ეს გვირგვინი თავზე და ვალდებული გახადეს, რომ თამარი კიდე გამხდარიყო მეფე. აი, მაშინ მაინტერესებს, მეფობა მას არ უნდოდა, ძალაუფლება მას არ უნდოდა, სიმდიდრე მას არ უნდოდა, რა უნდოდა, აბა, კიდე რომ მოდიოდა აქ. თუ თავის ხალხის მიხედვა უნდოდა და საქართველოს მიხედვა, მაშინ რატო გავიდა თავისი ნებით? ხო ისმის კითხვა რა?
და ვფიქრობ რა, აი რა უნდოდა, მართლა რა უნდოდა თამარს რა, რომ აი ეს გააკეთა, ბიჭო, რატო მაშინვე დაესრულებინა, მაშინვე გაეკეთებინა, მაშინვე მოეხერხებ, თუ თქვენ გონიათ თამარი ამას ვერ მოახერხებდა? ძალიან მაგრად მოახერხებდა ყველაფერს. ძალიან მაგრად მოახერხებდა ყველაფერს, ყველაფერი იცოდა, აი ეს ხელში ქონა, მთელი დედამიწა ხელში ეჭირა. მთელი დედამიწა ხელში ეჭირა თამარს. აი აქ უბრალოდ დაწერდა და მთელი დედამიწა მისია. აბა მითხარით, მაშინ რატო გავიდა ისევ და რატო მოუნდა ისევ მეორედ მოსვლა დედის მუცლიდან ხორცის აღება? აი თქვენ მითხარით რა, მე მართლა მაინტერესებს თქვენ, მე რომ არ მოგახვიოთ ჩემი აზრები თავზე და ლოგიკა, ჩემი ლოგიკა რო არ მოგახვიოთ, მე ველი თქვენგან პასუხებს რა. რატომ მოუნდებოდა მაშინ თამარს ისევ მოსვლა? იფიქრეთ რა, ძალიან გთხოვთ ამაზე რა. ხო დამიშვით კითხვა, რა შეგჭირდება თამარ? მეც გისმენთ კითხვა. მეც გისმენთ ახლა კითხვას რა, გიპასუხებთ რატო ვაკეთებ ამ ინფორმაციების გახსნებს და ახლა მე გისმენთ კითხვას და ძალიან გამახარებთ თუ პასუხი გამცემთ. რატომ სჭირდებოდა მაშინ თამარს ისევ რეინკარნირება? ანუ ისევ ხორცის ასხმა. თქვენ ეხუმრებით ხორცის ასხმას, იცით რა ძნელი პროცესია ეს? საშინელი პროცესია, რო იცოდეთ, და ყველაზე დიდი ტყვეობის პროცესია. 9 თვე მუცელში ყოფნა და მერე გარეთ რო გამოხვალ და მერე იმდენი ტკივილი, ამ ტკვილების ამოსვლა, იქ ზრდა, იქ იმ ჯანდაბა ვირუსის შეყრა, იცით რა სატანჯუელია ეს? და შენ გონი ახლა ადამიანი რომელიც გაიგებს ამ ყველაფერს და აჰა მომენტში გავა, ცანში გავა, ისევ მოისურვებს აქ შემოსვლას თუ რაღაცა ვალდებულება არა აქვს? აი, კარგი სიტყვა ძალიან, ვალის დებულება, ვალის დადება, რაღაცა ვალი გაქვს და უნდა გაისტუმრო. ისე არ შეგიშვებენ სასუფეველში შენ. თუ ვალ დებულება არ მოახდინე. საკითხავია თამარს რა ვალები ქონდა. საკითხავია თამარს რა ვალები ქონდა. წმინდანია ქალი. რა ვალები შეიძლება ქონოდა თამარს მაგალითად, ხო? და რა ვალდებულებები. ეს პასუხი მე მაგალითად სვანებმა გამცეს, როდესაც ვიყავი უშკულში. თამარმა დაპირდა სვანებს, რომ ის კვლავ მოვიდოდა და გაიღვიძებდა. აი, ვალდებულება, შო, როდესაც საქართველოს გაუჭირდებოდა მაშინ. თამარი დაბრუნდება, სტალინის აღდგება, წმინდა გიორგი მოვა, უფალი მოსულია, ეს დაწერილია და უნდა აღსრულდეს, უფლის ნებაა. თამარი დაბრუნდება და თამარი უკვე ლაპარაკობს. დიახ. სტალინის სუფეხზე მკიდია რას იზავს რა, მართალი გითხრათ რა. აი სუფეხზე მკიდია სტალინი რას იზავს რა. არ გაატრაკეს ამ სტალინით საქმე. რა სტალინი, ბიჭო, რის სტალინი? აი ამიტომ ჩემო კარგებო. ამიტომ ყველა მომავალში ცხოვრობს. მე კი აწმყოში ვარ. მე არ ვამბობ, რომ თამარი დაბრუნდება. მე ვამბობ, რომ თამარი აქ არის და ლაპარაკობს. თქვენ მომავალში ცხოვრობთ, მე აწმყოში ვცხოვრობ. ქრისტემ გითხრა აწმყოში იცხოვრეთო. თამარი არ იყო, თამარი არ მოვა, თამარი არის და ლაპარაკობს. გაიგეთ? ჩემთვის ყველა დრო ერთ დროში მოექცა. აი დროები, მაგალითად 1 დრო, 2 დრო, კიდე 3 დრო აგერ. ყველა დრო ერთ დროში მოექცა. აი, გამოვიხედეთ თვალში, გესმის? არა, არ იქნება და არ იყო, არის ახლა. სანამ ამას არ გაიაზრებს კაცობრიობა, ეხლა ეს გამომივიდა, ნახეთ, ეს გამომივიდა, ვიღაცა მოეწეს მასონი, თუნდაც ვიყო მასონი, კაცო, მაგის დედაცვატირე რა. მასონი რომ ამდენს გასწავლიდეთ, მადლობა უნდა მოუხადოთ.
რასაც მე გასწავლით თქვენ. ეს მასონები არიან ზუსტად ამ ინფორმაციით, რომ ხელმძღვანელობენ და რო არ გიმხელან არაფერს და მარტო თავის სასწავში რომ სანამ იმათიანი არ გახდები, თავის სასწავში რომ ატრიალებენ. აბა ერთი სიტყვა გაუვარდეს ვინმეს მანდედან რა. თავს წააცლიან. თქვენ გონიათ რომ მე რომ მასონთა წევრი ვიყო, ამდენს მალაპარაკებდნენ ბიჭო, ეგრევე მომკლავდნენ. ხელშეკრულება აქვს დაწერილი ყველას, ეგრევე წააცლიდნენ თავს. უბრალოდ ხელს ვერ მატებდნენ, იცით რატო თამარს ეკუთვნის ეს დედამიწა ხელში ჩაიგდო. თამარმა 800 წლის წინ დედამიწაზე ხელისუფლება მოიპოვა, ხელისუფლება, გაიგეთ? ხელისუფლება. და ეხლა რა მასონი, რისი პრეზიდენტი, რა პატრიარქი, რა დებილობა თამაშები მიდის აქ მართლად რა. ვინ დაადებს თამარს ხელს? ვერავინ ვერ დაადებს თამარს ხელს. თამარის შექმნილია ეს ყველაფერი. და რა? ვინმე მგინდათ რომ დამადოთ ხელი ეხლა და რაღაცა მითხრათ რომ ეს არა. ხელი რომ დამადოთ მოგწყდებათ. რამდენსაც გინდა იმდეს მოტყდა. ილია მეორეს მოატყდა ის კისერი. დანარჩენებსაც. ილია მეორე, როდესაც თავის გვამს ბიჭო არ გააცილეს, სული აქ მოვიდა ჩემთან და შველამთხოვა. არ არის აუცილებელი მისი ფიზიკურად აქ გამეჩითოს. აუცილებელი არ არის. სულ სხვანაირადაც შეუძლია დაკავშირება. მაგრამ რა გინდა? მიდი. და ხალხი კიდი ხარ ხალხს. ხო, კიდი ხარ, მაგრამ ჩვენი პატრიარქი, რა ჩვენი პატრიარქი, ბიჭო, ფეხზე დაიკიდეთ, კაცი, როცა გავაცხადე, რომ დატყვევებულია პატრიარქი. ფეხზე დაიკიდეთ, ბიჭო, ვინ ხართ? თამარმა მოიპოვა დედამიწაზე ხელისუფლება. გინდ დაიჯერე, გინდ არა. ეგ შენი პრობლემაა რა. და რეალურად გეუბნები როგორც მოხდა. გესმით? და რაც მოხდა, აი ამას ვერ აცდებით ვერც ერთი რა. ამ სისტემაში ტრიალებთ ყველა. მათ შორის თამარიც და მოვიდა და გახსნა ეს ყუთი, ხო? მოვიდა და გახსნა ეს ყუთი. ვისთან ერთად? ყველა თამარია. ის ადამიანები, ვინც გახსნეს ყუთი, ყველა თამარია. და ვინ არის ეს თამარი? საინტერესო, ვინ არის ეს თამარი? სული ერთია. სული ერთია. ანუ სულ ერთია, ვინ არის ეს თამარი? სული ერთია გეუბნება, გესმის? ანუ შენც, მეც, ისიც, ვინც ყველა აზროვნებს და სულთან კავშირშია, სული ერთია. ანუ თამარიც არის, დავითიც არის, პეტრეც არის, პავლეც არის და რაც გინდა იმას დაირქმევს. თუ კი სული ერთია. მაგრამ ბრმაძეს სჭირდება თვალისახელა და ამიტომ ბრმაძისთვის მოვიდა თამარი. ბრმაძისთვის. არავის სხვისთვის, ბრმაძისთვის. ტარ რატ იანი. აგერ მიწერია. ტარ და რატ არის თვითონ. სანამ უნიონის კარში მიხვალ, აქეთ დგას ტარი, ანუ რატი და აქეთ დგას ფარი, ანუ რაფი. ეს რაფაელია და ეს რატაელია და რატაელი კი ტარიელია. აი აქეთ ტარიელი უდგას, აქეთ ფარიდონი. თამარი აი ესე რომ წამოვიდა, ნახეთ? მე ხომ გითხარით? დამთხვევა მოხდა მეთქი, ანუ თმათხვევა მოხდა, ანუ შემოტრიალდა დრო. თუ თამარი მაშინ ტარიელსა და ფარსადანს გვეუბნებოდა, ჩვენ უკვე პირიქით უნდა წავიკითხოთ და აქ უკვე რაფაელი და რატიანი უნდა მოვძებნოთ. გესმით? ტარიელი არის რატიანი და რაფაელი არის ფარიდონი, ფარსადანი არის
რაფაელი. ეს ორი უნიონის კარში შემვლელ და გამსვლელ კარს უდგანან აქეთ იქიდან. ანუ როგორც მთავარ ანგელოზები მიქაელი და გაბრიელი ქართულ ანბანს დავათის სტელაზე ხელში დაჭერით გვაწვდიან მსგავსად. რატომ ჭირდება ეს ინფორმაცია? ბრმაძეში რომ შევიტანო სინათლე. 1001 ღამის შესახებ თუ წაგიკითხიათ, ან გაგიგიათ, 1001 ღამეში არის ესეთი მოთხრობა რა. არის ერთი სულტანი, რომელ სულტანსაც ცოლი უღალატებს. იმდენად გამწარდება ეს სულტანი, რომ გადაწყვიტავს, რომ ყველა ქალი, ვინც კი დედამიწაზე არსებობს, ერთი ღამით ყავდეს და შემდეგ თავი მოაჭრას, მოკლას. და ამ ერთი ღამის განმავლობაში მასთან საუკეთესო დრო ატაროს. აღმოჩნდება ერთი ბრძენი ქალი, რომელიც თავისი სურვილით გამოხო, დიდი ხანი გავა და ასე კლავს, თითქმის გაწყვიტა მთელი ქალები ამ სულტანმა. და აღმოჩნდება ერთი ქალი, რომელიც თვითონ გამოხატავს, ბრძენი ქალი, რომელიც თვითონ გამოხატავს სურვილს, რომ ამ კაცზე დაქორწინდეს. იცის, რომ მეორე დღეს მოკლავს. თუმცა ამ ქალის იდეა არის ის, რომ მან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ მოკლას ამ ბრმაძემ ეს ქალი. და იმ ღამეს დაიწყებს ამბის მოყოლას. სულტანი, ხო, სულტანი, კი. როდესაც მხოლოდ ტანი ხარ და თვალები არ გაქვს. ზუსტად მიხვდი. როდესაც ქალი დაიწყებს ამბის მოყოლას, იმ ღამით ისეთ მომენტზე დაამთავრებს, რომ სულტანს აინტერესებს ინფორმაცია, როგორ გაგრძელდება ეს. ხოდა ქალი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდება, რომ იმ დღესაც მოუყვება ამბავს და მეორე დღისთვისაც ზუსტად ისეთ დროს დაამთავრებს ამბავს, სადაც გაგრძელება კვლავ დააინტერესებს ამ სულტანს. და ასე გრძელდება, ჩემო კარგებო, 1001 ღამე და დღე. და როდესაც 1001 ღამე და დღე გავა, სულტანი რომ მორჩება ქალი ამბების მოყოლას, სულტანი ამბობს ასეთ რამეს: აღარ მოგკლავ შენ, რამე თუ ბრმა ვიყავი და სინათლე მომეციო. ამასობაში აღმოჩნდება, რომ მათ შვილები წყავთ და ბედნიერი ოჯახია. ასე მარცხდება, ჩემო კარგებო, სიბრმავე. მოქნილობით, სიბრძნით. ნორიაც სიბრძნის ანგელოს გამოიძახებს, როდესაც ღმერთს დაუძახებს ამ ბრმაძეების ღმერთად წოდებულების წინააღმდეგ. და სწორედ ღმერთებით, რომ თავისთავად ღმერთებად რომ მოაქვთ, სიბრძნის დანახვის ისე შეეშინებათ, რომ ნორიასაც და სიბრძნესაც გაშორდებიან და დატოვებენ მათ მარტო. ვინები? ისინი, რომლებიც ნორიას ეუბნებიან, რომ დედა შენი ჩვენთან მეძაობდა და შენც იგივეს გააკეთებ. რომელმაც გაგვიჩინა ჩვენ ადამი, კაენი, აბელი. ადამი კი არა, კაენი, აბელი და კიდე სხვები, ვინც არ არიან ჩამოთვლილი. ხოლო ნორიამ, რაც არ უნდა სუსტი ყოფილიყო მათ წინაშე, სიბრძნის ანგელოს მოუხმო. დიახ, სიბრძნის ანგელოზისთვის რომელერც მოგიხმიათ საერთოდ.
ცხოვრებაში. ერთხელ მაინც მე და თქვენს მითხარით რომლებს. და მოვიდა სიბრძნის ანგელოზი და მასწავლა ბევრი რამ. ხო. და აგერ ვზივარ და გიყვებით ამბებს. თქვენ რა გონიათ რომ 1001 ღამე ვიღაცა პეტრემ ან პავლემ დაწერა? არა. 1001 ღამე სულიწმინდამ დაწერა. ვეფხისტყაოსანით სულიწმინდამ დაწერა. ყველა ნაწარმოები სულიწმინდამ დაწერა. თუ თქვენ გონიათ რომ სულიწმინდის გარეშე ვინმე რამეს გააკეთებს, ვერაფერს. ვერაფერს, ან სულიწმინდით ყველა ფერს. ფერებთან გვაქვს საქმე ჩვენ და ფერიებთან და ფერთან და ფერებასთან. ამიტომ ჩემო კარგებო, გვენს ხრელიდან ამოიყვანს ენად კბილად მოუბარი. სწორედ ამაზეა ნათქვამი, რომ ენად კბილად მოუბარი ნიშნავს იმას კი არა, რომ ვიღაცას ეპირფერო. ენად კბილად მოუბარი არის ის, რომ ვიღაცას თვალი აუხილო. ხო. რატომ ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ სხვა ინტერესი არ გამაჩნია. იმიტომ რომ სულიწმინდას მივდებ. მე მგონი პასუხი გაგეცით ბატონო შალვა და მაინტერესებს თქვენი ასევე აზრი იმ კითხვასთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ რომ გამცეთ პასუხი, რატომ მოინდომებდა თამარი კვლავ მოსვლას? თქვენი აზრით მაინტერესებს. თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. რატომ მოინდომებდა თამარი კვლავ დედის მუცლიდან ხორცის აღებას? აი რატომ გაიჩალიჩებდა, რატომ გაუჩალიჩებდა თავის თავს ამას თამარი? და მაინც ძალიან მადლობელი დავრჩები ყველას, ვისაც რამე მაინც გისწავლიათ შემგან, აი რამე, რომ აი ამაზე არ დავფიქრებულ ვარ და რა მაგარი რაღაც ვქო. ერთხელ მაინც თუ გაგიაზრებიათ 22 ადამიანიდან ჩემი ლაივების ყურების დროს, თუ დამიწერთ, იცით რამხელა მადლიერებას გამოხატავთ თქვენ ამით, იცით რამხელა ენერგიას მიიღებთ, იცით რამხელა პლუს დაიწერთ თქვენ ღვთის წინაშე? თქვენ არ იცით, მაგრამ მე გეტყვით ძალიან დიდს. თქვენ თუ თქვენს შინაგან მადლიერებას გამოხატავთ იმით, რომ სიმართლეს დააფიქსირებთ და იტყვით, აი მე თამარ, როცა გისმენ, ამას ვსწავლობ. ან ერთხელ რამე თუ მაინც გისწავლიათ ჩემი 1600 ვიდეოდან. იცით რა არის ეს ხალხო? ეს არის ყველა ერთად მივცეთ ჩვენ, ვანუგეშოთ ერთმანეთი რა, მივცეთ ენერგია ერთმანეთს. ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ვაჩუქოთ ერთმანეთს წრემლი. რატო ტიტები და რატო რა შუაშია წრემლი და ტიტები, კაცო? ვაჩუქოთ ერთმანეთს სიბრძნე ხალხო. ყველა სიყვარულში ვილები, რა სიყვარული, აბა მაჩვენე სად არის შენი სიყვარული? სად არის შენი სიყვარული? გააქვს სიყვარული საერთოდ? სიყვარული რა არის? ნახე, სიტყვა, სიტყვა, სიყვარული არის ყვარული. რა ვარო? სიყვარულიო და რაო? რა არის ახლა ეს სიყვარული? რა ვარო? ული ვარო? სიყვარო? მოდი გითხრათ რა არის ეს?
ნახეთ? სიყვარული რა არის? აი, ნახეთ. S უდრის sans, Q უდრის I უდრის უფრო სწორედ ins, Q უდრის ყარს, ვარ, U უდრის უნის, უნარს, U უდრის უნარს რო იცოდეთ რა, იმიტომ რომ ნ იხსნება თავის თავში ნარი და უდან გამოდის სრული სიტყვა უნარი, უნარაენი უფრო სწორედ. და ლიო, ხო? ლი რჩება ლი. სანარ ინარი ყარაენი ვარ უნარიენი ლი. ვინ ვარო? საბოლოო ჯამში რაღაცა ენა და ისო და ესო და ლი ვარო, ხო? ლი რაღა არის ერთი გამაგებინეთ რა. ლი. მარტო ლი რა არის? რამდენი ბუზია გასულ რა უნდა ამ ბუზებს ახლა აქ? ლი არის ლინარაენი. ლი არაენი. ლინარაენი არის რა? ლინარაენი. გინდათ ნახოთ ლინარაენი რა არის? ლინარაენი ინე არანილ. ენი არანარილი. უკარო წავიკითხოთ. ინარაენი ნარილინი. ინ არაენი ნარილინი. და ნინი ესე. მე მაგალითად ჯერჯერობით არაფერი არ მითხრა. მაგრამ სიყვარული არის ვარ რულიო ასევე, გესმით? იმიტომ რომ თავის თავში კიდევ ერთ რს გენერირებს, იმიტომ რომ რა ენ არის? ენი არის ენი და ენს ემატება ν და ნს ნარი აქვს. ანუ სიყვარული არის სიყ ვარ რულიო, გესმის? და სიყ არის სიტყვა. შემოკლებით, სიტყვა ვარ რულიო, გესმით? და სიტყვას საკითხულობ, აქედან შედგა ყველა სიტყვა, ხო, აქედან. არ არსებობს ამაზე უფრო არ არსებობს სხვა ანბანი, ეს ანბანი არის მატრიცა, რომელშიც ვიმყოფებით ჩვენ. სხვა ანბანი ამ დედამიწის ზურგზე არ არის სრულყოფილი. მხოლოდ ეს ანბანი არის სრულყოფილი და ამ ანბანზე საუბრობს სრულიად ციფრული სამყარო და ასევე ჩვენ ყველა. ყველა ენა ამ ანბანში შედის, ყველა ენა, თვით ჩინურიც და იაპონურიც. კიდევ გეტყვით, რომ სიტყვა ვარ რულიო გეუბნება რა. სიყვარულში არის ზუსტად ეგ რული. ხო, ლინინი თანიარენი, სოპ ეგ კარგი რაღაც გაგახსენდა. ეგ ლოცვასავით არის. ლინინი თანიარენი, ლინინი. აი ფრესკას დისკოზე რო არის ამოტვიფრული ის ბიჭი რომ მიდის. ლინინი თანიარენი, ლინინი. და აი მიდის და ვითარდება და პიში გადადის. პირველი, რველი. ანუ რუელი. და პი კიდე პირიდან გამომდინარე, ასევე პი, რომელიც არ სრულდება, სულ ვითარებაშია. პი არ სრულდება, ხალხო, აი პის აქვს უსასრულო განვითარება. და პირველი და დადის ესე და ლინინი თანიარენი, ლინინი. გაივლის ერთ წერტილს და მოდის ისევ, მოდის. ეს დაიბადა იარა, გარდაიცვალა, გავიდა იარა, დაიბადა ისევ, გარდაიცვალა. დაიბადა იარა წერტილში მოვიდა გარდაიცვალა. ესეთი და იგივე წრეა და საბოლოო ჯამში აი ესეთი რაღაც იხაზება რა. ოპალა. აი
ლინინი, თანი არენი, ლინინი, თანი არენი, ლინინი და გინდათ ძიეზი გაჩვენებ როგორ დაიხადა, აი ეს. ნახეთ, აი ამ წერტილში, აი ამ წერტილიდან ეხა ეს ხაზი აქ უნდა ჩამოსულიყო რა. აი ეს არის ლინინი, თანი არენი, ლინინი და ეს დადის და ბოლოს გადაწყვიტავს რომ ბრუნი გააკეთოს, ანუ დამთხევა გააკეთოს და აი ჩამოვიდა და აი ნახეთ, აი ამ წერტილში ისე შეუერთდა თავის თავს. ეს ტყუილად არ მოუფიქრიათ ჩვენ მუსიკოსებს. აი ეს არის დიდი საიდუმლოების მატარებელი ძიეზი. ძიეზია თუ რაც არის. აი ლინინი, თანი არენი და გააკეთა ბრუნი და ჩამოვიდა და თავის თავს არ შეხვდა. იმ წერტილში სადაც მაშინ დაიბადა, საიდანაც სიარული დაიწყო. და როდესაც დაიწყო თავის ისევ სიარული, აი აქ უკვე გახდა ერთი ბრუნი აქ ზემოთ. და როდესაც აი ეს მოტრიალდა, აი როდესაც აქ ბრუნი გააკეთა, აქ სადღაც მიხვდა რომ ბიჭო, მე აქ ხო სულ დავდივარ, აქაც ვიყავი. ანუ ეს ვერ დამამთხვია აქ რა, აი აქ ვთქვით. აქაც ვიყავი ამ წერტილში და რამდენი ბრუნი გავაკეთე, სადღაცა ხო უნდა გადავეკვეთო, აი აქ მიხვდა, უნდა დატრიალდეს უკან და წავიდეს თავის და შეხვდეს აქ. გაიაროს თავისი წინაპრები, ჩავიდეს და ახალი ბრუნი დაიწყოს. და შო, აი დამსრულდა. მივახციეთ სრულყოფას. ესეც მივხვდით როგორ დაიწერა, ეხლა ხდებით, აი ამასაც მივხვდით ეხლა. ამას რა ქვია? იმას ქვია ბანი და ამას ქვია ნოტი არა, ეს ნოტი არ არის, ეს არის დამავიწყე სახელი. ბანი და მოკლედ მარცხენა და მარჯვენა ხელის დაკვრაშია ეს. ეს უკრავს მე მგონი ამას უკრავს მარჯვენა ხელი, იმ ბანს უკრავს მარცხენა ხელი. აი ეს აი ამას ნახე. ნოტებში არის ესეთი რაღაც რა. ამას უკრავს მე მგონი მარცხენა ხელი. ამას მარჯვენა ხელი, ესე არ არის? აბა მუსიკოსებო, შემომიერთდით. ვიოლინოს გასაღები. აჰა, გასაღებთანაც მივსვართ. უი, ვიოლინოს. All in, იცით რა არის მეგობრებო? All in. პოკერს ვინ თამაშობთ? ვაა! რა მაგარი რაღაც გახსენით ეხლა რო იცოდეთ. All in. აი თურმე ვინც ყველაფერს დებს და რისკავს რა ხდება, გასაღები აქვს მას. მოკლედ ვინც პოკერს იცნობთ და ვინც არ იცნობთ, პოკერში არის ესეთი მომენტი რა სვლა. როდესაც ხელში გიჭირავს 5 კარტი რა. და აი ამ 5 კარტის ნიადაგზე ხო, შენ ჩათვალე რომ ეს ისეთი კარტებია, მოგაგებინებს რა და პოკერი ისეთია რომ შეიძლება უმაგრესი კარტებიდან უცბად წააგო რაღაცა უბანძესი კარტებით ვიღაცას ეჭიროს უბანძესი კარტები და აი მოკლედ ბანძი და კარგი არ არსებობს რა. აი პოკერი არის ისეთი მაგარი თამაში პოკერის, იმიტომ კი არა რომ თქვენ ახლა პოკერი ითამაშოთ. ამაში ვინც ფილოსოფიას ხედავს ამ პოკერის თამაში, ის მიხვდა ყველაფერს რა. და რა ფერს? ესე იგი, ამ პოკერის თამაშით, როდესაც უკვე ჩადიხარ all in-ს, იცით რა სიძახი? ყველაფერს ვრისკავ. ცივწყალში ხტები რა. აი როგორც ყველაფერი აი ქრისტე როცა გავიცანი, შო ყველაფერი all in ჩავედი და თქვი რომ აი ან მოვიგებ და ან წავაგებ შო. მე მიყვები ქრისტეს. და ჩათვალეთ რომ აი ეს 5 კარტი რაც მქონდა, მე იმას არ დაუწყე რომ ეს კარგია, ცუდია. მე ვთქვი რომ ეს არის ქრისტე,
ან სურათ ხატოვნად დაინახეთ, ახლა რას ვაკეთებ, კარტებს კი არ ვადარებ ქრისტეს კაცო, რა სისულელეა. ქრისტე მყავს და მე ამას ვენდობი რა და მივდივარ, ორლინ ჩავდივარ. აგერ თურმე ვიოლინოს გასაღები არის ეს თურმე რა ცხოვრება. ვიოლინოს გასაღები. ვინ არის კიდე ვინი? ვინ არის? ვინ არის? ვინ არაენი? ვინ არის რაენი? all in os გასაღები. და ნილოსთანაც მივედით. ნილოსი რო გაწითლდებაო და ის ჩაყავი კვერთხიო და იქ ბაყაყები ამოვლენო და ისო და ის. რა ბაყაყები და რა კვერთხი ხალხო. ნილოსი აგერ წერია თურმე. აგე? ნილოსთანაც მივედით. ნილოს. ნილოს. ხო და აგერ ჩემო კარგებო. კვერთხი უჭირავთო ხო ფარაონებს? ფარაონებს რო კვერთხი უჭირავთ, ეგ კვერთხი კვერთხი ანხი ხო არის ანხი გასაღები? ანხის გასაღები არ არის ხელში რო უჭირავს? კვ არის კანვინი კარვინი ასე ერთი და ხიო, გესმის? ხინი. ხარინი. ხართანაც მივედით. ვაუ. მოკლედ ერთი სიტყვით ჩემო კარგებო. მართლაც ის ემოცია მოდის, ვა, ძალიან მაგარია თამარ, ვაუ, ხო, ეგ ემოცია მოდის. all in. We all in-osთან მივედით გასაღებთან. ანუ all-in ჩავით და გასაღები მოვიგეთ რა და გასაღები არის რა გამხსნელი აკლდამის. მოდი რა ვეღარ მივახცეთ ამ აკლდამასთან კაცო ვეღარ დღეს აღარ გამიხილავ ახლა აკლდამას ხვალ მეგობრო გადავდეთ ეს აკლდამის გახების თემა. თანდათან ემზადება კაცობრიობა ამ აკლდამისთვის ხო ვიცი. ეხლა რამდენი ხანი გადაიდება ეგეც საინტერესოა ამასობაში ბევრი რაღაც გაიხსნება კიდე. ხო ხედავთ აი მე რანაირად ვაკეთებ გუში ხო გავწყვიტე აკლდამის გახსნა და ძალიან მაინტერესებს ოღონდ თქვენზე მეტად მე მაინტერესებს აკლდამის გახსნა. ოღონდ შინაგანი როცა არ გეუბნება არ გაწვდის ინფორმაციებს ხო ძალით ხო არ ვიძალადებ ჩემ თავზე არა ნახე დღეს სხვა რაღაც გაიხსნა მაგის დროც მოვა გაიხსნება აუცილებლად დიდი ზალა სჭირდება რაღაცეების მომზადება სჭირდება როგორც ჩანს ინფორმაციების გახსნა ჯერ კიდევ იმიტომ რომ აკლდამის გახსნა ესე ადვილი არ არის როგორც ჩანს რა ეს ბუზიკი და ნერვებს ეჭვს ვეღარ დაჯდა ერთ ადგილზე და ვეღარ დაიძინა აუ ნოლზე გამახსენდა ეხლა არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ქვა ჩემო ბავშვობა ეტყობა სადღაცა რაღაცა გატეხეს ქვა და ქვაში ნული არ წერია ეხლა უნდა გაჩვენოთ რა აი დღეს მე თქვი შო ნულში ვართ იმიტომ რომ რაღაცა სწაულებრივად ერთი წუთით უნდა გაჩვენოთ რა ეხლავე უნდა გაჩვენოთ ეგ ნული აი ამას უყურეთ ხალხო რა საოცარია რა ქვაში შიგნით ნული ეწერა გამოვშტერდი აი გატყდა ქვა შეულებრივი ქვა და ესე იდო დღესა საიდან მოვიდა ეს ქვა კაცო ფიქრობ საიდან ვინ გატეხა რატო ძალიან მაგარია რა შო ნულში გავედით რა გახსოვთ ჯორჯეზე რო ამბობდა რომ ნულში თუ არ გავალთ ერთიანში ვერ გადავყავთო აი ნულთან გავართ ახლა უნიონის კართან გავართ დედუფალო მოდი უნიონი შენია ბზეც და მთვარეც შენია შენვე შვიდა შენია შენვე შვიდა შენია ნახე რა მაგარი სიტყვები დაიწერა მაგ დროს
ვეშვილი ვედროს იყო ავე შენ ხარავე მარია შენ შვი ვინ ენ არია ნახე შენ შვი ვინც ენა არიაო გაიგე შენ ხარ ავე მარია შენ შვი ის ვინც ენა არიაო გაიგეთ ენა არია ხალხო ვინ არია იმან ვინც ევამ შვა იმან ვინც ევამ შვა და ერთ დროს იყო ევა იქცა ავეთ ავე ესე წერს ის ტექსტი რა გახსოვთ ხომ გითხარით ეს ტექსტები მეთქვი ამოიწერეთ და იმახსოვრეთ იმიტომ რომ ეხლა ესენი დაგჭირდებათ ყველას ამაზე ვილაპარაკებთ სულ ეხლა აწის სანამ გაიხსნება ეს ტექსტები იყო ისინი რომელიც ჩამოიტვირთა ინფორმაციულად რომელი ინფორმაციაშიც ყველა ინფორმაცია გახსნილია უკვე რა უბრალოდ ჩვენ უნდა გვეხილოს თვალი და დავინახოთ სად რა ინფორმაცია მოგვაწოდა ხო თამარ შენ ისე სწრაფად ხსნი ინფორმაციებს რასაც ზოგი ალბათ თვეებს მოანდომებ და რაღაც ინფორმაციამდე ხომ მიდიოდნენ და ალბათ ბოლომდე ვერ ჩაუდიოდნენ ეგვიპტელებიც იმიტომ ინახავდნენ მუმიებს რომ ეგონათ ისევ იმ კანში დაბრუნდებოდნენ ხო არა არ ეგონათ მათ რა ეხლა ნახეთ მუმიების ეგვიპტელების ფარაონების მუმიფიცირება რატომ ხდებოდა გეტყვით რა და რატომაც თამარმა თავისი კაბა მაგ მიზნით გადამალა კაბა ანუ თავისი სხეული ფორმულა არსებობს ესეთი რომ როდესაც სხეულიდან გადის სული არ იკარგება ხო სული ერთია და ის ინფორმაციული ველი რომელიც აი ამ რაღაც კონკრეტულ სხეულში განვითარდა ის იპოვებს ინფორმაციას აგროვებს ინფორმაციებს მეც არაფერს მატერია არ მიაქვს მას მიაქვს მხოლოდ ინფორმაცია და შეუძლია აღადგინოს მატერიაში თავისი თავი მაგალითად აი ინფორმაცია გავიდა აი ჩვენ ეხლა წარმოვიდგინეთ კომპიუტერიდან ფლეშკა ავიღოთ ფლეშკა ავიღოთ დიდი ტვინი ხო კომპიუტერული დიდი ტვინი შევუერთდეთ ეს ფლეშკა ინფორმაცია გამოვიღეთ იმ დიდი კომპიუტერიდან პატარა ფლეშკაზე წავიღეთ შევაერთეთ უფრო დიდში და იქ გადავიტანეთ იგივეა ინფორმაციული ველი რომელსაც ჩვენი შინაგანი აგროვებს არ არსებობს მატერიას ვერ წაიღებ ეხლა აი როგორ გითხრათ აი ეს არის მატერია რა ეს მატერია ხო მიზანი არ არის რომ ეს მატერია წაიღო მიზანი არის რომ აი ის რაღაცა ინფორმაცია სადაც რამდენიმე მილიგრამს იწონის ის შენი ინფორმაციული ველი სული იმ სულს გასვლის დროს ინფორმაციები იმდენი ქონდეთ წაღებული რომ როდესაც კიდე მოვა იგივენაირად აღადგინოს ეს ჭიქა აი დაბადოს რა როგორც ახლა პრინტერები რო არის რომ დაბეჭდოს რა იმისცემ ინფორმაციას გაუგზავნი და ის ბეჭდებს ეხლა სხვათაშორის სათამაშოებიც იბეჭდება შეუკვეთავ და სათამაშოს დაგიბეჭდავს პრინტერი ოღონდ გჭირდება იმისთვის პლასტმასი და რაღაც ენერგია ელექტროენერგია რომ ის რასაც შეუკვეთავ ის დაგიბეჭდოს იგივეა ჩვენი სულიც სული არ იკარგება ხალხო სული არის ჩვენში და ჩვენ სულთან კავშირში ვართ თუ ჩვენ სულთან კავშირში ვართ აი როგორც მზე სხივს ანათებს და ეს სხივი მოდის ხო უწყვეტია სხივი რომ გაწყდეს დაეცემა გაქრება და მორჩა სხივი სულ უწყვეტია მზესთან კავშირში აი წარმოიდგინე რომ მზემ სხივი გამოუშვა მოხვდა ამას და ან არის ან კიდე ისე წაიღო უკან ეს სხივი აი მაგალითად მოხვდა ამას და ეს ხელი არ გვინდა აი ეს ნახე პასტა ხო გამოყოფილია ჩემ ხელს კალამი მზემ გამოუშვა სხივი და მოხვდა ამას და აი მზის სხივის ნიადაგზე ამან დაიწყო გადიდება ფორმირება რაღაცა წარმოიქმნა უცბად დააკვირდით როგორ იქნება ბავშვის მუცელში რაღაცა ჯერ ერთი წერტილია მერე ორი წერტილია მერე 9 წერტილია მერე ბევრი ბევრდება და რაღაც ფორმირდება იბეჭდება ესე რომ ვთქვათ იბეჭდება დედის მუცელში რა როგორც ახლა პრინტერისტები აკეთებენ დაბეჭდავენ რასაც უნდა იმას ისე დედის მუცელში იბეჭდება სული ბეჭდავს ბოლოს გამოვა დედის მუცლიდან და
დაერქმება ბა და შვიო რა ბა შვიო ბანი შვიო გაიგე რომელიც გამოსცემს ენას მასაც ენა აქვს პირი აქვს სიტყვის გამოცემა შეუძლია როდესაც ბავშვი მე აღდგება და დაიწყებს აღუთქვავს და მე წავა და წავა ზრდაში და აზროვნებაში და გააზრებაში დედასთან კავშირშია აი ამასთან კავშირშია ეს კიდე მზესთან კავშირშია ეს მზესთან კავშირშია ამასთან კიდე ბავშვია კავშირში და აი აქ მე ეს არის მომენტი რომ რაღაც შემთხვევაში ბავშვს ეს აღარ სჭირდება პირდაპირ მზეს უერთდება აი ამ სხივს უერთდება და აღარ სჭირდება ეს უკვე სუვენერული გახდა თვითონ უკვე გაიაზრა უკვე თვითონ სულთან კავშირში სულთანია ანუ სულთან არის და სულტანები იყვნენ ვინც კავშირში იყვნენ დამოუკიდებლად არსებობდნენ და დედიკო და მამიკოს არ გაიძახდნენ და ერთმანეთს არ აბრალებდნენ რომ შენი ბრალია და შენი ბრალიაო გაიგე არა ისინი უკვე სულთან კავშირში იყვნენ უკვე დამოუკიდებელი გახდნენ პასუხისმგებლობა აიღეს თავის თავზე და ხარ ინდივიდი და რატო უნდათ იცით ეგ ფორმულა იცოდნენ ფარაონებმა ეხლა დებილები არ იყვნენ იცოდნენ რომ ეხლა უკვდავება მატერია უკვდავი არ არის მატერია კვდება დიდი ხანი ვერძლებს მატერია აი როგორც ფეხსაცმელების გამოსვლა გჭირდება ადამიანს გაიცვითება და უნდა გამოიცვალო თორე დაიხევა და მე ფეხს გატკენს ისი არის ჩვენი სხეულიც რა სხეულით სულმა წარმოქმნა აი დაბეჭდა სულმა და როდესაც დაიბეჭდა ეს სხეული ხო რაღაც შემთხვევაში მე ხან ტკივილები აწუხებს ამ რაღაც ქმნილებას რომელიც დაბეჭდე გაიცვითა დაბერდა ვეღარ აახლებს რაღაცა მოიშალა ეს სხეული და სული ამ დროს ასაკეთებს იცი ის ენერგია რაც უნდა გამოიტანოს სული საერთოდ არ სჭირდება სულს არც ძილი არც დასვენება იმას სულ განვითარება უნდა სულინინი უნდა სულ ხაზოს უნდა იაროს და ეს სხეული ვეღარ მოყვება მაგის დედავატირი და საბოლოო ჯამში გადის ამ სხეულიდან აი სადღაცა წერტილში გადის ამ სხეულიდან და მე ისევ იღებს ახლიდან და იღებს ოღონდ ინფორმაციას არ კარგავს ინფორმაცია იწერება და იწერება აი იმ პატარა ერთი რაღაცაში რა აი სულს რამდენი გრამიცა აქვს იწერება და დიდდება და აგროვებს ინფორმაციებს აგროვებს და ახალი მოსვლიდან კიდე უფრო მეც აგროვებს და აი აქ რო გადაწყვიტავს რომ დატრიალდება და აქ სადღაცა ჩამოვა ხო ამ ვიოლინოს გასაღებში ტრიალს რო გააკეთებს იქ უკვე მიხვდა სული რომ მე ეხლა უკვე ეს ყველაფერი უნდა გადავკვეთო ყველა ცხოვრება უნდა გადავკვეთო ყველა ინკარნაცია უნდა გავიხსენო იმიტომ რომ არის ჩემში და უნდა გავიხსენო უბრალოდ რა ვიცი მე 5 წლის ასაკში სად რა ვიტკინე მახსოვს არ მახსოვს სულს კი ახსოვს რა იცით განსაკუთრებული მომენტები ყველაზე განსაკუთრებული მომენტები რა არის ყველაზე განსაკუთრებული მომენტები დაბადება გარდაცვალება პირველ რიგში მერე იქ მიჯნურთან შეხვედრა ეს არის სამი უძლიერესი მომენტი რომელიც არ გავიწყდება სულს არ ავიწყდება დაბადება გარდაცვალება მიჯნურთან შეხვედრა მიჯნურთან განშორება აი ეს 4 რაღაც რაც არ ავიწყდება სულს და ამას აუცილებლად გაიხსენებს თავისი რეინკარნირების მანძილზე და სულ მას დასდევს იცით რას დასდევს სულ აი ნახეთ თავდაპირველად აი ბავშვი რო ისახება მუცელში არის ერთი კვერცხუჯრედი სადაც შედის აი ესეთი სპერმა ხო აი ესეთი სპერმა შევა აი ამ კვერცხუჯრედში აი ეს ორი შეერთების ნიადაგზე წარმოიშვება უკვე მერე აი ნახე მერე მეორე წარმოიშვება მერე ამ ორიდან ეს უკვე მოკვდა შევიდა ამაში წარმოიშვა ორი მერე ერთ კვირაში ამ ორიდან 4 წარმოიშვება. მერე ისევ ერთ კვირაში ამ 4-დან 4 წარმოიშვება. და აი ესე იზრდება და საბოლოოდ იცით რა გამოდის? თავი, ხელები, ფეხები და ბავშვი. აი ესეთი ქმნილება გამოდის. მერე ეს ბავშვი იზრდება და გახდება დიდი კაცი თუ ქალი
აგერ ფეხები, აგერ თვალები. აი, აქედან დავიწყეთ ცხოვრება, საიდან იწყება, იცი, უჯრედიდან და სპერმატოზოიდი. აი ეს ორი გაერთიანების დროს არის იცით რა? მიჯნურობა. არ არსებობს მიჯნური, რომელსაც შეუერთდი და მისგან არ წარმოიშვა კიდევ დანარჩენი რა. ამიტომ ამბობს ქრისტე, თუ ორი ერთნაირი ერთად არ არის, მაშინ ის მრუშობს. აბა ეხლა დააყენეთ წყვილები და შეხედეთ რა, ორი ერთნაირი რამდენი წყვილია. არც ბევრი არა, ძალიან ცოტა. შეიძლება 1000-დან ერთი აღმოჩნდეს ერთნაირი. დანარჩენი ყველა მრუშობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯვარი აქვს დაწერილი და დაქორწინებულია, მრუშობს. იმიტომ რომ ერთნაირი არ არის. ამიტომ არის, რომ ქრისტე გვაფრთხილებს და გვასწავლის ყველაფერს, რომ ეს მომენტები, აი როცა, აი ეს არის ყველაფერი რა. აი ამ მომენტში ის ორი ენერგია შეერთდა. და როდესაც შენ შეერთდები და განვითარებას იწყებ და წარმოიქმნები როგორც ადამიანი, მერე შემდეგი ეტაპია კიდევ ერთი შენნაირი. და თქვენ შეერთდებით და აქედან კიდე წარმოიშვება ახალი ბავშვი, ახალი პროცესი და ახალი და შენ იყავი ერთ დროს ერთი ამასთან და გაიყავი. რა მოხდა არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გავიყავით. გაიხლიჩა ერთი თლიანი და აი იმას დავეძებთ სულ ერთმანეთს დავეძებთ. თქვენ გონიათ აქ დედამიწაზე მოვდივართ, იმიტომ რომ ან მეფეები გავხდეთ და ან ფული ვიშოვოთ? არა, ეგ მხოლოდ აქაური მახეებია. აქ მოვდივართ იმისათვის, რომ ეს ვიპოვოთ. ეს ვიპოვოთ. ამისთვის მოვდივართ. მხოლოდ ამისთვის მოვდივართ. არანაირი ფული, არანაირი ძალაუფლება, არანაირი დიდება არ უნდა სულს უნდა გამთლიანდეს. ამიტომ არის მურმანის ეკალი ჩაუდგება ხოლმე ამათ შორის. და ყველაფერს აფიქრებინებს, ყველაფერს იზავს, თავს ბრუს დაახვევინებს, ალიაქოც ატეხს რომ მოუღონდეს ერთი არ შეერთდნენ, თორე ესენი რომ შეერთდნენ იმ ხელა სინათლე წარმოიქმნება, სულ განადგურდება სიბნელე. ჩაქრება სუნთლიანად აინთება ყველაფერი და არ უნდა რა სიბნელეს ეს რომ არ უნდა, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი ისევ ბინალურ სამყაროსთან არის კიდე. ინი და იანის პოზიცია არის, აი აქ სიბნელე და აქ სინათლე. სიბნელე მოიცვა სინათლე და სინათლე მოიცვა სიბნელე. აი სიბნელე მოიცვა სინათლე, მე ეს გამოვიდეს, მოიცვას და აი ესე ტრიალებს ერთმანეთში რა. აი ესე ტრიალებს ერთმანეთში და ეს არის ცხოვრება რა ხალხო რა. მეტი არაფერი არ არის ცხოვრება, მეგობრებო. დაიკიდეთ ეს ფულებიც და ის მანქანებიც და მობილურებიც, ყველაფერი არის ილუზია, ილუზია შექმნეს, ილუზია შეგიქმნეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის ყველა რაც არის და სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიპოვოთ ეს. ჩვენ ვეძებთ ამას, არაფერი დანარჩენი ცხოვრებაში არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა, ვიპოვოთ ის ერთი. აი ეს არის ყველაფერი. და როდესაც შენ აი აქ მოუხვევ, ხო? როდესაც შენ აი აქ მოუხვევ და წამოხვალ აი აქ, შენ გაგახსენდება, რომ აქაც იცნობდი, აქაც იცნობდი, აქაც იცნობდი, აქაც იცნობდი, აქაც ამას, მაგრამ ყველგან ბოროტმა შეგიშალა ხელი და განგაშორა მას, ან გაფიქრებინა ეს, თუ ის და დაგაშორა. ან საერთოდ არ გინახავს ის და აი აქ რო განშორდი, აქ ხო დაიწყე შენ ცხოვრება აქ და მანაც. აი აქ რო განშორდი, აქ ვერ ნახე და აი აქ ნახე. აი აქ ნახე და მოტრიალდი და წახვედი და გაიხსენე ყველაფერი. აი ეს ვიოლინოს გასაღები მაგარი რამეა რა. პირველად გავიგე ამის აზრი.
მაგრამ ფორმულა ერთია. ყველაფერში ფორმულა არის ერთი რა. თუ ის უნიკალური ფორმულა გაიგე, უნისკარის ფორმულა, ხო? ყველა სიმბოლოს, ყველა არ არსებობს რომ არ ამოხსნა. ყველაფერს ამოხსნი. სიტყვას, ფორმას, ფერს, ყველაფერს, აი ყველაფერსო თვითონ სიტყვაში დებს, ხო? მაგას მეც ვაკვირდები ორი ერთნაირი, ბევრს ვერ ვხედავ, ყველა განსხვავებული შეხედულების არიან ცოლქმარი, ერთი უნდა იყოს გარეგნულად და სულიერად. კი, გარეგნულად, სულიერად, თვალის ფერით და თმის ფერითაც კი. ერთი და იგივეა სული, სხვანაირად არ ვითარდება ხალხო. როგორ შეიძლება, აი ახლა ჭიქა რო გავტეხო, ერთმა სხვა ფერი მიიღოს, მეორე სხვა. ერთი და იგივეა ჭიქა, აი შუაზე რო გატეხო, ისიც ერთია და ისიც ერთია. ერთი და იგივეები უნდა იყვნენ რა. აი მეკითხებიან ხოლმე, მე მაგ საკითხებზე ვიმუშავე და მეკითხებიან ხოლმე, აი რო სურათი რო გამოგიგზავნო, მიხვდები, არის თუ არა ჩემი ტყუპის სული და მეუბნები რომ კი. მე მიგზავნიან სურათს რა და პირველ რასაც ვეკითხები, თვალისფერი ერთი გააქვთ? არა, აი იმას სხვა ფერი აქვს ესა. მე იწყებენ ახსნას რა. თვალისფერი ერთი თუ არა გაქვთ, აქ ზედმეტია საუბარი, თვალისფერი ერთი უნდა იყოს. ზედმეტია საუბარი, თუ თვალისფერი ერთი არ არის, რაც არ უნდა მსგავსება იყოს, ის არ არის ერთი. არ არის ერთი. თვალისფერი უნდა იყოს ერთი. ერთი და იგივე. маш ჩემო კარგი პოეზია ცხოვრება. ჩემმა მიჯნურმა დამტოვა, ასე მაცნობა წავედი. შენსას ვერ ვღერი ვარ მაქსიმალურად, მოიცა ჩავთო. დამოუკიდებლად ვერ ვღერი ვარ, მაგრამ აყოლა შემიძლია ხოლმე, მაგრამ ეგეც დაიწერა მეგობრებო, თქვენ გონიათ სულისწინა მე გარ მოგვაწოდა მიჯნურთა სიმღერა. მოიცადე? ქუვინთამა. როგორ კარგი სიმღერაა, იცით? ეხლა უნდა მოგასმენინო და დავასრულოთ მაგით, ხო? ამწყლიან და თვალები მიჩნდა განსაკუთრებულად კურნებად გაუჯამრთელდეს ჯანები. ჩემმა მიჯნურმა დამტოვა, ასე მაცნობა წავედი. შენსას ვეღარ ვგრძნობ, ვერ გხედავ, უშენოდ ცაზე ავედი. დროზე გაიხსენი, ჩემო კარგო ჩუნო, და თუ არ იხსნები სუნო. მიჯნური.
64 სიმღერა, მეგობრებო. მიჯნური მინდა ეხლა მე. მოვძებნოთ. ეს ქარია, ის ორგვარია. ყველა სიმღერა აქ არის, მეგობრებო, რასაც ახსენებ ხოლმე. ეხლა ვეძებ მიჯნურზე. ჩემმა მიჯნურმა დამტოვა. აი. ჩემმა მიჯნურმა დამტოვა ასე მაცნობა წავედი შენსაც ვეღარ გრძნობ ვერ ხედავ ცაზე უშენო დავე აქ რა მოხდა? რა მოხდა ეხლა? რატო გაიდიშე? სუნო, რა საკეთებ? Jak cis, სუნო, რა ხდება? მე ხომ შენთვის ხოლით კარგი მინდა. მაცნობა წავედი შენსაც ვეღარ გრძნობ ვერ ხედავ ცაზე უშენო დავედი ეხლა რაღაც მაშინა გამომეცალა წავედი რთხანს დარდობდი ფიქრისა სამიცხლიან დათვალები ამაზე ვილაპარაკეთ დღეს ვალების დასრულებაზე.
მხოლოდ ერთიღაცა დამრჩა თვითმყოფადისა ძალების. აი ეს რა მომენტია იცით მეგობრებო? აი ძალიან მაგარი ტექსტია რომ იცოდეთ რა ეს სერიოზული ახსნა მოგვაწოდა. არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებსაც აი მაგალითად მიჯნურები ნახეს და ამ მიჯნურს უბრალოდ ვერ აუხსნეს ვერაფერი. იმდენად უკვე დაზიანებული არის თავისი მეორე ნახევარი, რომ ვერ გამოაფხიზლა, აი ჭექა ქუხილია გარეთ, ვერ გამოაფხიზლა ბრმა თვალი ვერ აუხილა, ხო? არის ესეთი მომენტები, ხო არ მოკლავ ადამიანს არა. უბრალოდ ვერ მოახერხე. აქ არის უკვე რა ირთვება, იცით? აი ნახე. აქ ირთვება თვითგადარჩენის ინსტინქტი. და უკვე იძულებული ხდები მხოლოდ ერთიღაცა დამრჩა თვითმყოფადისა ძალების. რომ შენ თვითმყოფადობაზე აშენო უკვე ერთი მთლიანი გახდე. ანუ ხო, მანამდე კი, რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია იყო ძლიერი ვარსკვლავი, რომ აი შეერთებული მასთან და იცი, ორივე მიგაშკაშოთ, მაგრამ არის მომენტები, რომ არ უნდა იმას შეერთება და ვერ გაიგო ვაფშე რას ლაპარაკობ რა. ძინავს ჯერ ან არ არის მზადან იმდენად დაზიანდა უკვე ინფიცირებულია რაღაცეებით, რომ ვეღარ განკურნე და ვეღარ გაერთიანდი და აქ უკვე ხდება ერთიცა თვითმყოფადისა ძალების რა. აქ უკვე იძულებული ხარ განავითარო უკვე ახალი შენი თვითმყოფადი ძალების რესურსების გაბევრება. ანუ შენი თავიდან დაიწყო უკვე გაბევრება და გაბევრება და გაბევრება. აღარ დაელოდო, აღარ იყო დამოკიდებული ამაზე, ნახე. ეს უჯრედი ხო ელოდება ამას, რომ ეს მივამასთან და დაიწყებს გაბევრებას, ხო? მარიამმა როგორ დააორსა თავის თავი, ამის გარეშეო, ხო? ამის გარეშეო ვაფშე რა, საერთოდ არ დასჭირდა ეგ. მარიამის სხვა ფორმულა კი არ არის. გვაძლევენ ამ ფორმულას, რომ ამის გარეშე დაიწყე შენ წარმოქმნა და აქ უკვე ღვთიურობა იბადება. აი ეგ არის რა, მარიამი ქალწული და ის ქალწული კი ეს ფორმულა არის, რომელსაც გვეუბნებიან და ვერ ვიგებთ უბრალოდ რა უნდა დავინახოთ. ჩვენ გვია, აი მარიამს რადგან ეხლა ის გახეული არ ქონდა, აი ის არის რაც არის. აი ეგრე არა მეგობრებო, აი ეს. ამ ფორმულას თუ გაიგებ, რომ ეს არ გჭირდება შენ, აი ეს არ გჭირდება შენ. შენ არ ვითარებ, აი ამას წარმოქმნი, ამის გარეშე, ხო? ეგ არის ფორმულა. არა მატერიაში მეგობრებო, ეს აბსოლუტურად მატერიასთან კავშირში არ არის, ეხლა რაც გავაკეთეთ რა. ეს არის მხოლოდ მენტალთან და ასტრალთან კავშირში, რატომ არის მნიშვნელოვანი მარიამის ქალწულობის წარმოსახვა რა. იმიტომ რომ ის გაიგო რა არის. და მიჯნური საერთოდ რო არ გჭირდება რა. თუმცა არის ესეთი ადვილი გზაც, რომ მიჯნური იმ საფეხურზე, რომელ საფეხურზე შენ ხარ, ერთდებით და კაშკაშებთ, მაგრამ არის ესეთი გზაც, მარიამის გზა, ის მიჯნური ვაფშე ტრაქშია, შენ ხარ სხვაგან და იძულებული ხარ, რომ შენი გზა თვითონ განავითარო. მეტი არაფერი. ბიჭო, ეს ბუზები რას დასევი, რა გინდათ, დაიძინეთ. წადით ეხლა ხვალ სკოლაში ხარ წასესვენ. შენს კვართს ვეხები უსულოს, ეს სიმღერა აღარ არის, აღარ არის, რატო აღარ არის? არ წამიშლია, თვითონ წაიშალა? უი, ხო, მაშინ გახსოვს მეც რო ვეძები და რო ვერ ვნახე? რატო წაიშალა? რა ხდება თქვენ, რა გინდათ ვერ გავიგე? რას მებაასებით აქ, ჰა? არადა რა კარგი სიმღერაა, ხო? თამარ დეჟავუს რომ ეძახით, ეგ ის მომენტია, როცა გვახსენდება, რომ ეგ მომენტი უკვე გავლილი გვაქვს, ხო? კიდე არა, აი ნახე, მომენტების გავლა არის, რომ დრო გაყო და სწორხაზოვნად ისე, სწორხაზოვნად დრო აქ და აქ. და როდესაც უკვე
აი ნახე ხაზი ხო გავავლეთ, აი ნახე ხაზი. აქ დავიბადე, აქ გარდავიცვალე, ხო? ნახე უკვე აქ როგორ ხდება დროს რო გაცდები. დეჟავიუ რა არის, იცი? ყველაფერი ერთ დროში ხდება. არ არსებობს აქ დაბადება და გარდაცვალება, ყველაფერი ერთ დროში ხდება. სულ ხდება და ხდება და ხდება და ხდება. დაბადება, გარდაცვალება, დავიბადე, გარდავიცვალე. ეს არის პერსპექტივა, რომელიც სწორხაზოვანია. ხოლო სხივის პერსპექტივა არის აი ეს. ხედავ სადმე დაბადება, გარდაცვალების ხაზს? არა. ყველა დაიბადე და მოკვდი. შო, აქ ხარ, ყველაფერი აქ ხდება. ერთ წერტილში ხდება ყველაფერი. დავიბადე, გარდავიცვალე. და იქ გახსენდება, რომ ეს რამდენჯერ მაქვს იცი გავლილი ეს მომენტი. გავლილი მაქვს კი არა და იქნება კი არა. აი აქ უკვე ძალიან ბევრი დრო გაერთიანდა და მე ამას მრავალჯერ ვხედავ. გუშინ მქონდა სხვათა შორის დეჟავიუ. მე ვეძებ ახლა იმას, სოფო შენ რო გამახსენე ეგ სიტყვა. შენს კვარც ვეხები უსულოს. აი თამარი რატო იბადება თამარი, იცით? მაგიტომ იბადება თამარი. იმიტომ რომ მოუკლეს თავის მიჯნური და რა აგიხსენით ფორმულა. აუ, რატო აღარ არის ეგ? არა და არის. იცი სად არის? YouTube-ზე არის. აქ რატო წაიშალა და ვინ წაშალა მე ის არ ვიცი. მართლა არ ვიცი. თქვენ თუ თამაშობთ. მაგრამ არა, არის სოფ, აი ნახე. გამომშვიდობება მხარგრძელთან მოიცა ერთი წუთით. აი ეს არის, ნახე. მაგრამ, აბა. შენს კვარც ვერხები უსულოს მიხვარხარ უცხო თუ გონო უცქერ შენს თვალებს და ხუჭუს შენს ლამაზ გბაგეს ქაქცეურ ვეღარ გძნობ ვეღარ შენს სითბოს ვეღარ შენს ძალებს შენს სიტყვას მიხვარხარ უცხოდ უზომოდ უშენოდ წიმედ დავდივარ ახლა გიხურებ გეხები ტირილით სრემლი და მევსო ვეღარ ჩემს თავს გრძნობ ვეღარ ცნობ ვეღარც მომავლის გზას ვხედავ ვისურვე ჩვენი შევხვედრა აი გემშვიდობები აი რატო დაიბადა თამარი კლავ როსან სოფლიდან გახვედი იმ სოფლანეთთან ვიქნები ასე ფიქრობდა თამარი ტირილი აღარ შეძლო იდგა მხარგრძელის კაბახთაი შავი მანძილებით შენ
Just one like. ესეც რაღაცები არ მოსწონს ხალხს ახლა სანამ აქამდე ამოვლენ ისინი ჯერ კანცაობენ. ხო, აი მე ვფიქრობ ამიტომ დაიბადა თამარი რა. პასუხიც გაგვეცათ ჩემო კარგო შალვა. შავლე შენი შავი ჩოხა შავლეგო. ოი ახლა იმაში გადავედი ახლა სხვა რაღაცაში. შავლე შენი შავი ჩოხა. არა, ვერა. ეხლა სულ სხვა სფერი ვარ და სხვა ტექსტი მაქვს. მოიცა გავიხსენოთ ახლა ვერ გადავდივარ იმაზე. შავლეგ რა რატო დაიწერა ეგ სიმღერა? საინტერესოა ეგ სიმღერაც რა. შავლეგ, შავი ჩოხა, შავლეგო. შავი. კაი, დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, ეს იყო და ეს ჩვენ ვართ აქ, აი. დამთხვევაში, აი. ხო მოვუხვიეთ. დამთხვევაში ვართ ახლა, თმათხვევაში. აჰა. აგერ გავაცნობიერეთ. აი აქ მოვუხვიეთ და let's go. წავედით ისე ცეკ. აი აქ უნდა მივიდეთ უნიონის დედოფალო. უნიონის კარში. და ეს გავიაროთ. მოიცა ძიეზი არის ესეთი, აი ესეთი. მოიცა? აჰა, აი ესეთია. ამდენი ხვეული არა აქვს ძიეს კაცო. აი ასე. აქ წერტილში დაიბადა. გაიგო, მოუხვია და აი ეს 1 2 3-ვე გახსნა რა. Violinos. ეს ეხლა 3 კვილით დაიწერა. ონი გახდა ლი. Yes. კარგად იყავით გაკოცით. მადლობა შავლექს, რომ ეს კითხვა დასვა. ძალიან ბევრი რაღაცები გაგვაგებინა ამასობაში. გაკოცეთ ყველას. მადლობა ყველას.